მართლმადიდებლური სნეულებანი ცოტა უცნაურად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ ეს ტერმინი ჩემი მოგონილი არ არის. გარკვეული გამოცდილი სასულიერო პირების დაკვირვებებიდან გამომდინარე ძალიან ბევრი სნეულება არსებობს მართლმადიდებელი ადამიანის ცხოვრებაში. და მე შევეცდები, როგორც თანამედროვე მოძღვარი, მე დიდი გამოცდილება არ გამაჩნია, მაგრამ სხვა გამოცდილი მოძღვრების ქადაგებებიდან, საეკლესიო სწავლებიდან და რა თქმა უნდა დიდი ბურჯი მამების საეკლესიო სწავლებიდან შევეცდები აგიხილოთ თვალები რა აწუხებს თანამედროვე მართლმადიდებელ ქრისტიანს და რითი არის გამორჩეული მათი სნეულება. რა თქმა უნდა, ყველა ვნება, ყველა ცოდვა ეს თავისთავად სნეულება და სნეულებებს შობს, მაგრამ ხშირად ჩვენ არ გვიფიქრია, რითი არის ჩვენი სული დაავადებული, ჩვენი სხეული დაავადებული, ჩვენი ქმედება. და რა ვიცი, იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს ჩვენ გავითვალისწინებთ და მომავალში ვეცდებით, რომ ჩვენში ნაკლები სნეულებები იყოს. აი მაგალითად, როცა თქვენ ხედავთ იეღოვას მოწმეებს, ხო? გასტუკები დადიან დაკვირვებული ბრძანდებით, ძალიან დაყენებული სახეებით, შავი ჩანთებით და ბრძნული გამომეტყველებით ქადაგებენ და იფიქრებთ, რომ ისინი უკვე 60-ში არიან და თქვენს გეპატიჟებიან 60-ში, ხო? უკვე რაღაც თავიანთი სახე ჩამოუყალიბდათ იეღოვას მოწმეებს. ასევე სხვა პროტესტანტები, იეღოველები, ბაპტისტები, 50-იანელები, რა ვიცი, უამრავი სექტა არსებობს და მათ თავიანთი რაღაც გარკვეული უკვე დამახასიათებელი ნიშან-თვისებები აქვთ. ახლა დააკვირდეთ თანამედროვე მართლმადიდებლებს, ხო? იქაც უკვე მათაც უკვე რაღაც გარკვეული ნიშნები ჩამოუყალიბდათ. აი თბილისში მაგალითად ახლა რომ მივდივარ დილით წირვაზე, ხედავ რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა, ძალიან ბევრი ადამიანი მიდის წირვაზე და ეტყობა რომ ის არის მართლმადიდებელი. თავზე აფარია, ზომიერად მიაბიჯებს და ვიცი რომ ის ადამიანი მიდის წირვაზე. მაგრამ როგორც კი შეხვალ წირვაზე, გარკვეული მოძღვრის ქადაგებას რომ მოისმენ და იქ მათ ქმედებას დააკვირდები, ცოტა შეიძლება შთაბეჭდილება შეგეცვალოს. აი მაგალითად მე როცა ახლა ელიაზე ცხოვრობ და მივდივარ ნარიყალაზე, ფეხით მივდივარ ხოლმე ძალიან ხშირად, ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ხედავ რომ წირვაზე მიდის, არამც თუ კურთხევის აღება, გამარჯვებას არ მეუბნება საერთოდ. არა დამდროს ვატყობ რომ სკნელი უჭირავ ხელში, ფეხაკრეფით მიდის და ალბათ უნდა ბუნებრივია ეზიაროს და რა ვიცი თავისი პრობლემები აქვს. სამწუხაროა ძალიან, მაგრამ ეს ფაქტია. შევედით ტაძარში. მივდივართ მესანთლესთან ბუნებრივია მაშინ არის ხმაური, ჩოჩქოლი და ძალიან ბევრ ტაძარში მე აქ არ მაქვს ლაპარაკი, აქ არ ვიცი რა ხდება, თბილისში არის ქაოსი, არის ხმაური. არ ლოცულობს ხალხი და რაღაცნაირად ესე რო შეხვალ ვერ მიხვდები რომ ეს ხალხი იმიტომ შეიკრიბა აქ რომ მოისმინონ წირვა ლოცვა, ქადაგება. მოყავთ ბავშვები ხმაურზე, აზიარებენ, გარბიან, ქადაგებას არ უცდიან. სამწუხაროდ ძალიან ბევრგან არის ასეთი მდგომარეობა. ეს ზოგადად რაც შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება რომ თქვენ ეს დაინახოთ და ეს ძალიან დიდი გულის ტკივილია ჩვენი ბუნებრივია, იმიტომ რომ თუ შენ ხარ მოძღვარი და წირავ და შენს წირვაზე არის ხმაური, დაგვიანება, ადრე წასვლა, ბუნებრივია ძალიან გული დაგწყდება რომ შენ გაგიჩნდება კითხვა რა ადამიანი რატომ მოვიდა ეკლესიაში. მარტო იმიტომ რომ ბავშვი აზიაროს, სანთელი იყიდოს, შესაწირავი გააკეთოს თქვათ, ხო? ეს ძალიან ცოტაა. ადამიანი წირვაზე მოდის პირველ რიგში იმიტომ რომ ილოცოს. შეიძლება ადამიანი არ ეზიარებოდეს, ზოგი ამბობს რომ კარგია რომ ყოველ კვირა ეზიარებოდეს. ამბობენ ასე რომ პირველ საუკუნეში ქრისტიანები ყოველ კვირა და კვირაში 3-ჯერ ეზიარებოდნენ. თუ დაფიქრებული ხართ, რატო ეზიარებოდნენ ხშირად პირველ საუკუნის ქრისტიანები? იმიტომ რომ შეიძლება რაღაც ნახევარ საათში ის აღმოჩენილი იყო ლომის ხახაში მერე, ელემენტარულად. თუ გაიგებდნენ რომ ის იყო ქრისტიანი, დაიჭერდნენ და კოლეზიუმში აწამებდნენ ამის გამო. ამიტომ პირველი, მეორე, მესამე საუკუნის ქრისტიანები ხშირად ეზიარებოდნენ, რომ არ იცოდნენ, როდის დაამთავრებდნენ თავიანთ სიცოცხლეს. მაგრამ ახლა იგივე რომ მოვთხოვ მე 21 საუკუნის ქრისტიანებს, ცოტა შეიძლება ხიბლის მდგომარეობაში აღმოჩნდეთ. 21 საუკუნეში თვეში ერთხელ, ორჯერ თუ მაინც მოახერხა ადამიანმა ზიარება, ეს ძალიან კარგი იქნება. რაოდენობას კი არა აქვს მნიშვნელობა. აი ზოგმა იცის რომ
აღდგომას უნდა ვეზიარო, შობას უნდა ვეზიარო. ეგ იმერო წამალს გამოგიწერთ, რას გეუბნებათ, რომ დღესასწაულებზე დალიეთო? თუ გეუბნებათ, რომ დღესა სამჯერ დალია, ან ჭამის წინ, ან ჭამის მერე, ხო? თუ კი ჩვეულებრივ ხორციელ წამალს გარკვეული დანიშნულება აქვს და გარკვეული დოზირება აქვს, ბუნებრივია ზიარებასაც თავისი გარკვეული წესები აქვს. ივანე ოქროპირი ამბობს, რომ მნიშვნელობა იმას კი არ აქვს, რამდენჯერ ეზიარები და როდის ეზიარები. როგორ ეზიარები, მნიშვნელობა აქვს ამას პირველ რიგში. და რა ის რომ თქვა, აი ხო მაშინ ვეზიარე, ახლა ვეზიარე, უნდა ვეზიარო, დაბადების დღეა ჩემი და ამიტომ და იმიტომ. ეს ძალიან ცუდი შეხედულებაა ზიარებაზე. თავარია იყო ზოგი ფიქრობს, რომ აი შობას აუცილებლად უნდა ეზიაროს, მაგრამ მომზადებული იქნება თუ არ იქნება, ამას კი არ ფიქრობს. არ შეიძლება ასეთი რამე. ზიარება ყოველთვის ერთი და იგივეა. იგივე სისხლი და ხორცია, რაც აღდგომას, რაც შობას, რაც სადაკვირას, მაგრამ არის განწყობა ბუნებრივია სადღესასწაულო, რა თქმა უნდა, აღდგომას რო არის, ასეთი ბუნებრივია არ არსებობს. როგორც შობას არის, ასეთი გიორგობას, ნინოობას, მაგრამ ზიარების მიღება ეს ბუნებრივია არ შეიძლება მივიღოთ ისე რომ არ იყო მომზადებული და რაღაც გარკვეული დაშვებებით ეზიარო. რა თქმა უნდა, მას მოძღვარი წყვეტავს და თქვენ უნდა იყოთ მომზადებული. ეხლა შევუდგეთ, მე რამოდენიმე სნეულება ამოვწერებ. მე არ ვიცი, თქვენ შეიძლება ეს არ გახასიათებთ, მაგრამ მე მახასიათებს. ჩვენ მრევლში ვხედავ ამას. ნუ თბილისში შეიძლება ეს გვახასიათებს. თქვენ არ გეწყინოთ, თუ შეიძლება თქვენ თავის დაინახოთ ამაში. პირველ რიგში მე თანამედროვე მართლმადიდებლებს მოძღვრებიდან დავიწყებ პირველ რიგში გვახასიათებს ძალიან თვითდაჯერებულობა. და ეს თვითდაჯერებულობა ძალიან გავს იუდეველების თვითდაჯერებულობას. ქრისტიანები, მართლმადებლები და იუდეველები ძალიან მგევართ ერთმანეთს. აი იუდეველები ეხაც ასე ფიქრობენ, რომ თვითონ არიან ვინც არიან, მარტო ის უყვარს ღმერთს, მარტო ის არის ღმერთთან, ის არის კარგი, ყველაზე უკეთესი და სხვა ადამიანებს ისინი არაფრად არ მიიჩნევენ. ასე ამბობენ ეხაც იუდეველები, ებრაელები არიან ხალხი, ხალხები, არიან ხალხი და არიან ხალხები. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ ვართ ხალხი და ხალხები, დანარჩენი ადამიანები, ესპანელები, ფრანგები, ინგლისელები, ქართველები. სამწუხაროდ ძალიან ბევრი მართლმადებელი შეიძლება ასე ფიქრობდეს, რომ მე ვარ მართლმადებელი და სხვა დანარჩენი ძალიან ცუდები არიან, ძალიან უარგისები არიან. რა თქმა უნდა, ხას გაუსვა რომ ვინმეს ახლა არ დაიძაბოთ, ცხონდება მარტო მართლმადებელი, მართლმადიდებლობით თუ იცხოვრებს და მართლმადიდებელ ეკლესიაში იქნება, მაგრამ შენ თუ ხარ მართლმადიდებელი, უნდა იყოს სამაგალითო მონოფიზიტისთვის, ბაპტისტისთვის, იეღოველისთვის, რომ ვიღაცამ არ ათქვას, რომ ეს ადამიანი კი არის მართლმადიდებელი, მაგრამ არის უხეში, არის თავხედი, ბილცით ყვავს, ჩხუბობს, ყვირის და აყალმაყალია. თქვენ გინახავთ ტელევიზიით ალბათ, ხო? როგორ შეუსაბამო და შეუფერებლად იქცევიან ხშირად მართლმადიდებლები, როცა არ ბევენ, როცა ეჩხუბებიან, როცა აგინებენ. ოდისმე პავლე მოციქულს, პეტრე მოციქულს, ან სხვა რომელიმე დიდ მოძღვარს ჩაუდენია რამე ესეთი მსგავსი, რომ ბილს ტყობაში ყოფილიყო, ან რამე უკეთურება ჩაედინა, ხო? შენ თუ ხარ მართლმადებელი და ხარ მოწოდებული და ღმერთმა გამოგარჩია მართლმადებლობით, უნდა იყო თავდაბალი. პირველი ნიშანი, რომ შენ ხარ მართლმადებელი, უნდა იყო თავდაბალი. არა თვითდაჯერებული იმაში, რომ შენ უკვე ცხონდი, 60-ში ხარ, ამდენჯერ ეზიარე და მოძღვარი ყავ და სხვადასხვა ძალიან ბევრი მაკალბატონმა იცის, მე ამდენი ხანი დავდივარ ეკლესიაში, შენ რამე რას მასწავლე, მე ეს ვიცი, მე ის ვიცი და ასე შემდეგ. და რო იცოდეთ ეს სოდვა, რატო დავიწყე თვითდაჯერებულობიდან? მოდის ეშმაკისგან. ამ პარტავნებაზე წინ დგა თვითდაჯერებულობა. რაც დაემართა იმ სინათლის ანგელოს, რომელიც უფალთან იყო ძალიან ახლო. აი უფალთან ახლოს ყოფობამ ერთ-ერთი აი ეს თვითდაჯერებულობაში ჩააგდო ის არაწმინდა სული. ანუ ეს აი უფრო კარგად რო გავიგოთ, რას ნიშნავს, რომ ის მოიხიბლა საკუთარი მდგომარეობით, აი გავს ძალიან ჩვენ მდგომარეობას და იფიქრა ახლა რომ რატო უნდა ვადიდო ის, ვინც ასე ვთქვათ, ვინცაც ყველა ადიდებს. მე თვითონა ვარ სადიდებელი, მე თვითონ ვარ ცხინვალი ანგელოზი და სულაც არ არის საჭირო ის ვადიდო, მაგრამ მიხვდა რომ ღმერთზე მეტი ის ვერ არის, მასში წარმოიშვა შური და შურმა წარმოშვა მერე დაპირისპირება, ანუ უთანხმოება უფალთან. ესე გვემართება ძალიან ხშირად ჩვენს. აი, რატომ არის ხშირად ადამიანი დადეს დიდი ხანი ეკლესიაში, მერე მიატოვებს მოძღვარს, სხვა ეკლესიაში მიდის, უკვე ბევრი გაიგო, უკვე ბევრი იცის,
ძალიან თვითდაჯერებული გახდა და ამბობს ახლა მე ვისთან მივიდე, აღარ მინდა ჩემი მოძღვარი, აღარ მაყოფილებს. ივანე ოქროპირი და ბასილი დიდი და სხვა მოძღვრები უკვე წაკითხული მაქვს. ძალიან ბევრი გავიგე. და ესეთი ხალხი მე აღარ დადიან ეკლესიაში სამწუხაროდ. იმიტომ რომ ძალიან ბევრი იცი ამ ჭყალებში. ახლა გიორგის არ ეწყინება სასულიეროს რომ დაამთავრებენ აკადემიას, სემინარიას ან სხვა სასწავლებლებს, ფიქრობენ რომ ძალიან ბევრი გაიგეს და ხდებიან ძალიან თვითდაჯერებულები. და მამებს დააკვირდით როგორები იყვნენ, მამები რას ამბობდნენ, ჯერ კიდევ სოკრატე ამბობდა რომ ჩემი მთავარი ცოდნა ის არის რომ მე არაფერი არ ვიციო. ეს ძალიან დიდი სიბრძნეა, როცა ადამიანი ამას მიხვდება, რომ მან არაფერი არ იცის. პავლე მოციქული ამბობს დაახლოებით იგივეს, ოღონდ უფრო კარგად, რომ ვისაც გონია რომ რაიმე იცის, მან ისი არ იცის, როგორც უნდა იცოდეს. ანუ ჩვენ რაღაცა ვიცითო, მაგრამ ისი არ ვიცით, როგორც საჭიროა, ანუ როგორც უნდა ვიცოდეთ. და ყოველთვის ცარიელი თავთავი არის თვითდაჯერებული და მას გონია რომ რამე იცის. ზატო დავიწყე მოძღვრებით. შეთ მოძღვრებს გონია ჩვენ, როცა ძალიან ბევრი ადამიანს უყარხარ, გეკითხებიან რაღაცას, ტელევიზიით გამოდიხარ, ატარებ ლექციას, უკვე შენ გონია რომ ძალიან ბევრი რამე იცი და თვითდაჯერებული ხდება და ისე ლაპარაკობს ძალიან ბევრი მოძღვარი, მე ჩემ თავზე ლაპარაკობ თვითდაჯერებული, რომ წყალი არ გაუვა. და ისეთი მოძღვარი, რომელიც ხშირად თავისი სახელით ლაპარაკობს. მე გეუბნები თქვენ ამას. და მე ესე ვიცი, მე ეს ვნახე, მე ეს გამომეცხადა, ასეთი მოძღვრებისგან იყავით ძალიან შორს. მაგრამ მოძღვარი, რომელიც ამბობს, რომ პავლე მოციქული ამბობს, პეტრე მოციქული ამბობს, ეკლესია ასწავლის, წმინდა გარდამოცემა ასწავლის, იმ მოძღვრებს დაუჯერეთ ყოველთვის. და ჩვენ ამით განსხვავდებით ძირითადად კათოლიკებისგან და პროტესტანტებისგან, რომ კათოლიკებში და პროტესტანტებში ძალიან ხშირია. კათოლიკები უკვე დიდი ხანია მოწყდნენ დედა ეკლესიის წიაღს შუა საუკუნეებიდან და ისინი ასწავლიან უკვე პირადი თანამედროვე გამოცდილებებით. ძალიან გალაითებული აქვთ მათ სარწმუნოება და პროტესტანტი ყველა მოძღვარია. ყველა თავის ჭკუაზე განმარტავს ბიბლიას და ყველა თავისი, ასე თქვათ, შეხედულებებით ცხოვრობს. ასე ამბობენ, sola scriptura, მარტო წმინდა წერილი, მეტი არაფერი. და ამ დროს ერთი რო წაიკითხავს, ესე იგებს, მეორე წაიკითხავს, ესე იგებს, ჩვენთან როგორ არის? თუ შენ მართლა მართლმადებელი მოძღვარი ხარ და სწორად აზროვნებ, ქადაგებას რო ამზადებ, უნდა გვერდზე კიდევ ივანე ოქროპირი, ბასილი დიდი და სხვა დიდი მოძღვრების განმარტებები, რომ შენ რაღაცა ახალი კი არ მოიგონო და არ ჩავარდე რამე მწვალებლობაში და მე ასე ვფიქრობ არ დაიწყო. არამედ იმ დიდი ბუმბერაზე მამების გამოცდილებას გადახედე და რა თქმა უნდა რაღაც შენ მერე ეს ყველაფერი გადაამუშავე შენ გონებაში და ისე მიაწოდე შენ მრევლს ან შენ მეგობარს, შენ ახლობელს და აღარ ჩავარდები მერე თვითდაჯერებულებაში და აღარ შენი სიტყვა და შენი ქადაგება იქნება საინტერესო და ნაყოფიერი. მაგრამ თუ დაკვირებულები ხართ, რატომ არის ამდენი პაექრობა და განკითხვა სოციალურ ქსელში, ხო? ბევრი მოძღვარი ფიქრობს, რომ მე ვფიქრობ, შარვლით უნდა იაროს ვიღაცამ, მე ვფიქრობ, არ უნდა იაროს, მე ვფიქრობ, მე რა მოხდა რომ სიგარეტს ვიღაც ეწევა. მოკლედ, ყველა თავის ჭყვაზე რაღაცას და ამ დროს გადახედე ადამიანო იქ რას ამბობდნენ მამები და იქიდან გამოიტანე დასკვნა. რაღაცას რომ მეკითხებიან, თუ მახსენდება რას ამბობდა ამაზე ეკლესია, უპასუხებ და თუ არ მახსენდება, გადავავლებ მე თვალს და შევეცდები რომ გავცე პასუხი და უკვე აღარ შევცდები და ჩემი პასუხი არ იქნება მცდარი. როგორც კი ჩვენ დაუფიქრებლად ჩვენი აზრებით და ჩვენი შეხედულებებით გავთამამდებით და თვითდაჯერებულებით უპასუხებთ, ის ადამიანი ესე დაიჯერებს ამ ყველაფერს და ეგონება რომ აი მე ჩემ მამაო ესე მითხრა, რატო არის ხო? ჩემი მამაო ესე ასწავლის, ჩემი მამაო ისე ასწავლის. რას ქვია? პავლე მოციქული რას ეუბნება კორინთოს ეკლესიას? ასე იყო რომ მე პეტრესი ვარო ამბობდნენ, მე პავლესი ვარო, მე შილასი ვარო და გაბრაზდა პავლე მოციქული რაო? პავლე გაეკრაო ჯვარზეო და პეტრე და შილაო? თქვენ არ იცით რომ ქრისტემ დარგო და ჩვენ უნდა მოვრწყავთო. და ზოგს გონია უკვე რომ აი ძალიან ბევრი ადამიანი ისე საუბრობს, აღარც ქრისტეს სახელს ახსენებენ, აღარც მამების სახელს ახსენებენ და თავიანთი ვაი რაღაც განათლებით, იმიტომ რომ დღეს Facebook-ში სოციალურ ქსელში იმდენი რაღაცები იდება, იმდენი ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი რომ გადახარშოს, ძალიან ძნელია და თან აი ძალიან ბევრი შემთხვევებია, რომ სულაც არ უთქვია ის ოქროპირს, მაგრამ მიაწერენ ოქროპირმა თქვა. აი სულაც არ უთქვია სერაფიმ საროველს და აწერია სერაფიმ საროველი. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ და მოძღვართან ურთიერთობაში უნდა გაარკვიოთ. აი მაგალითად ძალიან ბევრი სწავლებები მიაწერეს სერაფიმ საროველს. და ვეკითხები, სად ნახეთ? წყარო დამისახელე, არ ვიცი, თუ არ იცი, არ იქადაგო, არ თქვა მაშინ. რაში დარწმუნებული ხარ,
ეს ნამდვილად სერაფიმ საროველის ნათქვამია და პაულეს ნათქვამია და პეტრეს ნათქვამია, ხო? აი ის იქადაგე და ყველაფერი იქნება კარგად. აი ამ თანამედროვე ნეო ასე ვთქვათ, წარმართობამ და ნეო-სექტანტობამ იმდენი რაღაც გარკვეული სფოთი შემოიტანა ეკლესიაში, რომ ახედავ მართლმადებელი მოძღვარია და ისეთ რამეს ხადაგებს, რომ ეს არის სუფთა კათოლიციზმი, სუფთა პროტესტანტიზმი, რომ ძალიან ბევრი აკურთხეს ესეთი, რომ თლაც შინაგანად მართლმადებელი არ იყო, ზოგი მოუმზადებელი იყო და ისეთ რამეებს გადაგებენ, რომ შეხვიდეთ ახლა თქვენ ინტერნეტში, YouTube-ს რო ეძახიან, რომ შეხვიდეთ, იმდენი ხადაგებებია, იგივე რუსეთში. აი მაგალითად ესეთი ადამი იქ არის პროფესორი ოსიპოვი. ისეთ სისულელებს ლაპარაკობს, ისეთ მკრეხელობებს ლაპარაკობს, რომ ორიგენე მოგონილია მასთან. ის ამბობს, რომ ბოლოს მაინც ყველა სამოთხეში მოხდება. ეს არის საშინელი ცრუ სწავლება, რაც მე-6 ესე ვთქვათ, საუკუნეში დაიგმო. ეს შენ თუ არ იცი, ისე ლამაზად ლაპარაკობენ და ისეთი მომხიბლავი საუბარი აქვთ და ყველა ასე ვთქვათ, დიდი ერესიარქი იყო ძალიან განათლებული, ნესტორი, არიოზი და იგივე ეს თანამედროვე, იგივე ახალი არაფერი არ ხდება, ჩემო ძვირფასებო. რომ თუ შენ კარგად არ იცი საეკლესიო სწავლება, აშკარად მოგატყუებენ და გეტყვია რომ ღმერთი სიყვარულია და ყველა ბოლოს სამოთხეში მოხდება მაინც. თუ ყველა ბოლოს სამოთხეში მოხდება, რაღა აზრი აქვს სიკეთეს და რაღა აზრი აქვს ბოროტებას, რაღა აზრი აქვს პატიოსნებას. თუ ეხლა მე მრავალშვილიანი მამა, ოჯახის ერთგული და ოჯახის ერთგული დედა, მთელი ცხოვრება შვილებს ზრდი, პატიოსნად იქცევი. სამოთხეში მოხვდები და ის ვიღაც მრუშობს, ქურდობს, ყაჩაღობს და ისიც სამოთხეში მოხვდება. თუ არ შეინანა. რა აზრი აქვს მაშინ ერთი ამიხსენეთ ჩემო ძვირფასებო, რა აზრი აქვს და ბევრი დარწმუნებულია, რომ ცოტა ხანი მოხვდება სამოთხეში და მერე ღმერთი გადაიყვანს იმას ჯოჯოხეთიდან სამოთხეში. ეს არის არასწორი სწავლება. თქვენ დარწმუნებულები უნდა იყოთ, რომ თვითონ იესო ქრისტე ამბობს, რომ ერთნი წავლენ საუკუნო ნეტარებაში, მეორენი საუკუნო სატანჯველში. და აი ამას რო ადამიანი შეცვლი, უკვე შენ ხარ მწვალებელი. ისეთი თვითდაჯერებით საუბრობენ, რომ თუ განათლებული არ ახარ, მოგეწონება და იტყვი, რომ აი ეს არის ჭეშმარიტი ქრისტიანობა. ამიტომ უნდა გესმოდეთ, უნდა იცოდეთ, რა არის საეკლესიო სწავლება. ხანდახან არის შემთხვევები, რომ წმინდა მამებიც კი პირად შეხედულებებში რაღაცაში ცდებოდნენ. შეიძლება რაღაც იოანე ქროპირი ამბობდა, რომ მე-4 საუკუნის ბოლოსო, ამ საუკუნის ბოლოს იესო ქრისტე მოვაო. ეს მისი პირადი შეხედულება იყო, მაგრამ ხო არ მოვიდა. მაგრამ როცა კრებსითობა, ანუ ეკლესია მთლიანად აღიარებს ამას, რომ ეს ასია, მაშინ უკვე ის გარკვეული მოძღვარი იღებდა შენდობას და ამბობდა კი ეს ესია. ანუ ერთ ადამიანზე არ არის დამოკიდებული. აი თქვა, შეიძლება პატრიარქმა თქვას რაღაც, მაგრამ ის შეიძლება აღმოჩნდეს არასწორი. ამიტომ როცა სინოდი შეიკრიბება და ეკლესია შეიკრიბება და მოაწყობენ განხილვას, აი ის აზრი არის უკვე შესაწყნარებელი და სწორი. გასაგებია, ხო? აი ჩვენ თვითდაჯერებაში და თვითდაჯერებულების მსხვერპლი რო არ გავხდეთ, კარგად უნდა ვიცოდეთ საეკლესიო სწავლება. აი მარტივად გეტყვით ელემენტარულად, ხო? როგორც კი შენ სხვაზე უკეთესი გონია შენი თავი. როგორც კი შენ გონია რომ სამოთხეში ხარ, როგორც კი შენ გონია რომ კეთილი ხარ, როგორც კი გონია რომ შენ დიდი სიყვარული გაგაჩნია და სხვა ზევიდან გადახედავ, როგორც იმ ანგელოზმა გადახედა და დაბლა ჩამოვარდა ბოლოს, უკვე ხარ თვითდაჯერებული. და აქედან ეწყება ამ პარტავნება მერე. და ასეთი რო არ იყო, უნდა იცოდეს საეკლესიო სწავლება და საეკლესიო სწავლება რა არის? პავლეც, პეტრეც და ყველა დიდი მამა ტიროდა მთელი ცხოვრების მანძილზე, რომ მე ვარ ცოდვილი, ყველაზე უარგისი და ყველაზე უკანასკნელი და მე სამოთხეში არ მოვხვდები. ყველა დიდი მამა ტიროდა თავიანთ ცოდვას. ეს არის პირველი ნიშანი. სულიერი ცხოვრება იწყება აქედან, როგორც კი შენ თავში დაინახავ ბევრ ცოდვას, ესე იგი შენთან უკვე კარგად არის საქმე. და თუ იტყვი რომ მამა ვახსენებაში რა უნდა ვთქვა, არაფერი სათქმელი აღარ ამო ყველაფერი, რა ვიცი, მარხვას ვინახავ, ლოცვებს კითხულობ, არ ვიწყევლები, არ ავჭერავ, ყველაფერი კარგად არის. ეს უკვე ხიბლია. როცა შენ სათქმელი უკვე არაფერი აღარ აქვს მოძღვართან. უკვე თვითდაჯერებული ხარ, აქედან ეწყება მერე ამ პარტავნება. ან ის რომ აი მოკლედ, რა ვიცი, წიგნიდან ჩამოწერილ ცოდებს რომ მომიტან და ისეთ რაღაცები გიწერა, წარმოუდგენა არ აქვს, მაგრამ გინდა რომ ბევრი დაწერო, რომ მამაოს დაანახო, რომ როგორი ცოდვილი ხარ და ამ დროს არ განიცდი ამ მდგომარეობას. ეხლა ამ საუბარს მე რომ მე თვითონ არ ჩავარდე თვითდაჯერებაში, პატერიკებით განვამტკიცებ. ანტონი დიდი და ძალიან ბევრი მამა, თქვათ ანტონი და მაკარი დიდი მოიხიბლა თავისი მდგომარეობით, ანუ ძალიან კარგსულიერ მდგომარეობაში იყო და წარმოიდგინა რომ ის იყო მართლა უფალთან ახლოს და კითხა უფალს რომ ჩემზე დიდიო ვინმე არისო აქ ახლო მახლო
უფალმა უთხრა, ამადამ რაიონში, ქალაქში შედი და ნახავ შენზე დიდი ვინ არისო და ნახა ერთი ალექსანდრიაში მეწაღე, ვინმე ალექსანდრე, მეწაღე, ზაპოჟნიკი რუსულად რო თქვა. ხო და გაიკვირო ამ კაცმა კითხა, მაკარი დიდი ეუბნება, წარმოვიდგინეთ ხალხო. ვითა ხარო შენო გამორჩეულიო, ვინა ხარო, რას წარმოადგენო და მე არ ვიციო ვინა ვარ, მაგრამ ალექსანდრიაში ყველაზე უკანასკნელი ვარო მე. ანუ ყველაზე ცოდვილი ვარო მე. აი ამით მიხვდა მაკარი დიდი რომ ეს მეწაღე ფიქრობდა ასე და თვითონ ფიქრობდა ისე. თავისთავი ეგონდა რომ ძალიან კარგი იყო და დილის ლოცვებში რო კითხულობთ, მაკარე დიდის ლოცვა არის რომ არაფერი ღმერთო შემიწყალე მეცოდილი, არაფერი კარგი არ მიქნია მე. ესეც მაკარე დიდის ცხოვრებიდან არის, შევიდა ალექსანდრიაში ორი მაზლის სოლის სახში, რომლებიც ასეთი განთქმული უფალმა მიიყვანა ამ სახში და კითხა რომ თქვენ რით ხართ გამორჩეული? არაფრითო რა ვიცი, ერთად გვინდოდაო წასვლა მონასტერშიო, ქრება არ გაგვიშვესო. აგერ ვართო, ერთად თუ არ ჩხუბავ თუ არ ვიწყევლებითო და ვატყობთო რომ არაფერიო კარგი არ გაგვიკეთებია თელი ცხოვრების მანძილზე. აი აქ დაიბადა ეს ლოცვა მე რომ მე შემიწყალე ღმერთო არაფერი კარგი არ გამეკეთებია ცხოვრებაში. არაფერი ღვაწლი მე არ გამაჩნია. და ჩვენ როგორ ავართ? რას ლაპარაკობ? ლუარსაბივით სანთელი დაგინთე უფალო, ცხარი შევწირე. იმაზე აი ეს რო იწყევლება, იმაზე კარგი ხო ვარ? აი ეს მეძავიროა, იმაზე კარგი ხო ვარ? როგორც კი იფიქრებთ, აი ჩვენ წირვაზე მიდიხარ, უკვე უნდა ეზიარო და ხედავ რომ ვიღაცა უკვე პახმელიაზე გამოდის, ვიღაცა თამბაქოს ეწევა, ვიღაცა უკვე იწყევლება და თქვენს ბევრჯერ ალბათ გაგიფიქრებიათ გულში რომ აი ამაზე კარგი ხო ვარ ახლა მე არა, იმას ხო ჯობი ვარ, მე წირვაზე მივდივარ, მე 64-ში მოხვდები და ის ჯოჯოხეთში მოხვდება. აი როგორც კი აი ამ მდგომარეობაში იგზნობთ თავს რომ სხვაზე უკეთესი ხარ, იგივე ქმარზე ავიღოთ, ხო? შეიძლება იფიქრო აი ჩემ ქმარს ძალიან ბევრმა ქალბატონმა იცით ხოლმე ჩემი ქმარი ვერ მოვაქციე. შენ მოქცეული ხარ? აი ეგ არის საქმეც მაგაშია რომ შენ რომ მოქცეული იყო, შენი ქმარიც მოექცეოდა. ამას ამბობს სერაფიმ საროველი, რომ თუ ერთი ადამიანი მაინც მოიპოვებს სულიწმინდის მადლს, მის გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი ცხონდება. აი ერთი მოძღვარი განამარტავს ამას ასე რომ აი წარმოვიდგინეთო რომ სახში რა მდგომარეობა როცა ცოლი უკადაგებს ქმარს. და ეუბნება რომ შენ ჯოჯოხეთში მოხვდები, შე არამზადა შე ლოთო, შე ასეთო და ისეთო, ხო? წარმოიდგინეთ ახლა რომელიმე დიდი საწარმო, რომ დირექტორთან შევიდეს თავარ ინჟინერი და უთხრას რომ შენ მოკლედ ზარმაცო და შე უარგისო და არ გამოაგდებს ის დირექტორი მთავარ ინჟინერს იქიდანვე, მაშინვე დაწეს განცხადებას, ხო? გაეთრი აქედანვე ეთქვა. ასე არის ოჯახში მამაკაციც, როცა შენ იმას ზევიდან უყურებ და ქადაგება რომ მოისმინე და აღთვალებული რომ მიხვედი სახში აი ყველაფერს მე გინდა რომ შენ ქმარს გააგებინო, შენი ქმარი ამდოს მეგობრები ყავს შეიძლება სახში ან ნასვამია მოსული და სულ არ აინტერესებს შენი ქადაგება. ამიტომ ჯობია ენა გააჩუმო და შენი თავდაბლობით, სიყვარულით, მოთმინებით აიტანო ისეთი ქმარი, როგორიც ყავ. აი ეს ქმარი მე აუცილებლად მოექცევა. პაისი ათუნელს აქვს ძალიან კარგად აღწერილი, ერთ კაცს იმდენად თავხედი იყო და მეძავი რომ სახში მიყავდა თავისი საყვარელი. და ბავშვები რო ეკითხებოდნენ დედას რომ ეს ქალი ვინ არისო, მამის თანამშრომელიაო ეუბნებოდა ითმენ და ეს ქალი ამ ყველაფერს. ხა მე არა გეუბნებით ეს ყველაფერი თქვენ მოითმინოთ, მაგრამ ნუ ის ქალი ითმენდა ამას. და იმ გავიდა დრო და ეს მამაკაცი დასნეულდა სიმსივნით. მოექცა, მოინანია, ეზიერა და გარდაიცვალა. აი მის მაცმულმა იმდენი გააკეთა, იმდენი ითმინა, რომ თავისი ქმარი აცხოვნა. თუმცა შეეძლო რომ გაყრილიყო მასთან და ოჯახი დაენგრია. რა მოხდებოდა? ბავშვები ინტერნატში, ბავშვები დაენგრეოდნენ და მან ოჯახი გადაარჩინა თავისი მოთმინებით. ანუ ის ფიქრობდა რომ მე თუ ვილოცებ კარგად, ღმერთი ჩემ მეუღლეს მოაქცევს და ასეც მოხდა ღვთისწყალობით. ანუ ის თვითდაჯერებული არ იყო და მას იმედი ჰქონდა რომ თავდაბლობი და სინანული და სიყვარული თავის მეუღლეს გადაარჩენდა. როგორც პავლე მოციქული ამბობს, ხო? რა იცი შენ ცოლო, იქნებ გადაარჩინო შენი ქმარი და რა იცი შენ ქმარო, შეიძლება გადაარჩინო შენი ცოლი. ეს წერია პირდაპირ რომ თუ ვინმე ძმას ყავს ურწმუნო ცოლი, იყოს მასთან. დარჩეს მასთან და შეიძლება ის გადაარჩინო. საინტერესოა, ხო? კი არ გეუბნება რომ მაშინვე გაშორდი მას. არა, შეიძლება ღმერთმა დაუშვა და შენი თავდაბლობით, შენი კდემამოსილებით და შენი უბრალოებით, შენი ქმარი შეიძლება გადარჩეს. ეხლა აი ქართველი მანდილოსნები ხართ აქ უმრავლესობა.
თქვენ რომ პირველივე რეაგირებაზე რომ გაიგეთ რომ თქვენმა მეუღლემ გიღალატათ და ოჯახი დაგენგრიათ მაშინვე. დღეს ოჯახი მე მგონი ძალიან მცირეც ექნებოდა, ხო? ძალიან ბევრი ქართველი ქალი ითმეს ამ ყველაფერს და ითმეს, შეიძლება არ არიან დიდი ქრისტიანები, მაგრამ შინაგანად მაინც იციან მათ რომ უნდა მოთმინება ჯობია დანგრევას და აყალ-მაყალს. და ძალიან ბევრი ოჯახი გადარჩა ასეთი მოთმინებით და ასეთი დამოკიდებულებით. მე მგონი გასაგებია რაც ვისაუბრეთ, ხო? ეს არის რომ თუ შენ არ გზნობ თავს სხვაზე ცოდვილად, ჩათვალე რომ შენ ხარ უკვე თვითდაჯერებული და მოტყუება, შენ არ ცხოვრობ სულიერი ცხოვრებით. მე მაგალითად ასე გეტყვით ახლა, მე ჩემ თავზე გეტყვით, თორსა მე კარდენახში, გურჯაანში მოღვაწეობდი, ჩემი თავი მეგონა ყველაზე კარგი მოძღვარი, ყველაზე განათლებული, ყველაზე ბრწყინვალე. რომ სიონინდა რომ ჩამოვედი კარდენახში, მეგონდა რომ მთელი კარდენახი ხალიჩებს გამიფენდა და ისე მიმიღებდა და რავინ რო არ დამხვდა ტაძარში და გავბრაზდი მე კალიების გარდა და კელების გარდა. მე მივხვდი რომ უნდა იშრომო, უნდა იმოღვაწეო და უნდა ძალიან ბევრი გააკეთო, რომ ერთი ადამიანი მაინც მოაქციო და მოიყვანო, დააჯერო რა არის მართლმადიდებლობა. მე რაიონში გადმომიყვანეს, აქაც ესე მეგონა და თბილისში რომ გადამიყვანეს, აი მე მართლა მივხვდი რომ ძალიან ბევრ მოძღვარზე უკან ვიყავი და ეხლა სასევთვლი. იგივეს გირჩევ თქვენს. წლებით კი არ განსაზღვროთ თქვენი სულიერება, რომ აი ამდენი ხანია დავდივარ მე პირიქით. როგორ იტირეთ იმაზე, რომ აი მე უკვე 10 წელია დავდივარ ეკლესიაში და არაფერი კარგი არ გამიკეთებია, როგორც მაკარი დიდმა ბრძანა. აი ეს არის კლასიკური მიდგომა, გთხოვთ, აი ეს პირველ რიგში ეს დაიმახსოვრეთ. თუ ეს არ არის ჩვენში, ჩვენ სულიერი ცხოვრება არ დაგვიწყია. სულიერი ცხოვრების პირველი ნიშანი არის ის, როცა მე ვხედავ ზღვის ქვიშასავით უამრავ ცოდვებს საკუთარ თავში. და თუ აღსარებას უკვე ვეღარ იძახი და ვფიქრობ, რომ რა უნდა ვთქვა აღსარებაში, მაშინ წაიკითხეთ კიდევ ვიმეორებ დიდი მამების ცხოვრებები და იქ ნახავთ ელემენტარულად, აბა თუ თქვენ კითხულობთ ზიარების წინა ლოცვებს, რატო არის ამხელა დამღლელი დიდი ლოცვა, ხო? რატომ არის? რატომ არის იქ ჩამოთვლილი ყველაფერი დეტალურად? ეს სახელმძღვანელოა თქვენთვის, რომ აი ნახეთ, თუ კი მაკარი დიდი და ბასილი დიდი ასეთ რამეს ხედავდა საკუთარ თავში რა, შენში არ იქნება? ჩვენში ხო 2 იმდენი და 3 იმდენია ბუნებრივია, ხო? და აქედან გამომდინარე, ეს არის ზუსტად სახელმძღვანელო, რომ თუ შენ გადახედა იქ და თქვი, რომ რაც ახლა აწუხებდათ ამ მამებს, ეს მე არ მაწუხებს და ეს ჩემში არ არის, ესე იგი შენ ძალიან თვითდაჯერებული ხარ და უკვე შორს ახარ ჭეშმარიტებიდან. და აი იმ იუდეველივით, ზუსტად იუდეველები როგორც ფიქრობდნენ, რომ უკვე 60-ში იყვნენ და თავიანთი მხსნელი მესია მოვიდა და ვერ იცნეს თავიანთი მესია. ძალიან ბევრი ბჭყალებში მართლმადებელი ქრისტიანი, როცა მოვა ანტიქრისტე, მას მიიღებს ქრისტეთ. იმიტომ რომ თუ შენ არ იცნობ ღმერთს, იესო ქრისტეს, აუცილებლად მიიღებ შენ ანტიქრისტეს და ვისაც ქვია დღეს ვითომ მართლმადიდებელი, აი ისინი გახდებიან მრევლი ანტიქრისტესი. ანტეზე ღოჯები და ეშვები კი არ ექნება. ძალიან სიმპათიური, პირჯვარს გადაიწერს, იქადაგებს სიკეთეზე, სიყვარულზე, მაგრამ გეტყვით რომ ის რომ მოვიდაო, ის მათყუ არა იყო და მე ვარო ჭეშმარიტი ღმერთიო. ასე იტყვის. ასე ამბობს ქრისტე. მე მამაჩემის სახელით მოვდივარო და არ მიიღებთო და ისო თავის სახელით მოვაო და იმას მიიღებთო. და ქრისტე რას გვასწავლიდა, რომ უპირველეს ყოვლისა ეძებეთ სასუფეველი ცათა და სიმართლე მისი, ანუ ცხონება და ჭეშმარიტი სარწმუნოება და დანარჩენი ყველაფერი მოგეცემათო, ანუ სახლი, კარი, ჩასაცმელი და ანტი იტყვის პირიქით, რომ პირველ რიგში დალიეთ, ჭამეთ, ჩაიცვით, დაიხურეთ და სასუფეველი მერე მოვა, არ არის პრობლემა თავისთავად. ანუ ყველაფერს გეტყვით საწინააღმდეგოს, მაგრამ თუ არ იცი ქრისტე და მისი მოციქულები და ეკლესია რას ქადაგებდა, როგორ უნდა მიხვდე ანტიქრისტე რას ეკადაგებს, ხო? მაშინ მოტყუებული იქნება და ყველა დადარჩება მერე პირდაღებული, როცა ანტი ეტყვის მერე, რომ აი თქვენ ყოჩახ, რა კარი ქრისტიანები ყოფილი ხართ. შეაქებს ის გეტყვის, ცოდვილები ხართ და თვითდაჯერებულები ხართ. არა, აი ყოჩახ, დაგაჯილდოვებ შენ, დაგაწინაურებ, ეზიარე, აღსარება რასაჭიროა უკვე შენი ზიარება შეიძლება უკვე აღსარების გარეშე, როგორც ძალიან ბევრი მოძღვარმა დაიწყო დღეს. და უკვე თანდათანობით ნენელა ვშორდებით ჭეშმარიტ სარწმუნოებას. მე არ ვიცახი რომ ისე ვიყოთ როგორც პირველ საუკუნეში, მაგრამ არის რაღაც, რაც არ იცვლება და არის რაღაც, რაც იცვლება მაგალითად, ხო? დოგმატი არ იცვლება არასოდეს. ესეთი შემოვიდა სწავლება, დოგმატის განვითარება.
ლიბერალები ასე ამბობენ, რომ დოგმატი განვითარდეს ცხოველი კი არ არის კაცო. როგორ შეიძლება დოგმატი ერთ არსებას სამპიროვანი ღმერთი სწავლება განვითარდეს. ეს განვითარება მოხდა კათოლიკებში, დაამატეს ფილიოკვე და ძისაგანაც, ხო? და ამან გამოიწვია უკვე სერიოზული განხეთქილება. დოგმატები არ ვითარდება და არ იცვლება, წარმოუდგენელია, მაგრამ რაღაც გარკვეული ტრადიციები შეიძლება შეიცვალოს. აი რა შეიძლება შეიცვალოს, რომ მოძღვარ შეიძლება ქონდეს გრძელი წვერი, შეიძლება ქონდეს მოკლე წვერი. ეხლა უნდა იცოდე, რომ საიდან მოდის გრძელი წვერი, საიდან მოდის მოკლე წვერი. შეიძლება მოძღვარს ეკეთოს ჯვარი, შეიძლება არ ეკეთოს ჯვარი. ესეც გარკვეული ტრადიციებია. ზოგ ეკლესიაში ესია, ზოგ ეკლესიაში ისია, მაგრამ თავარი დოგმატები, ჩემო ძვირფასებო, ის რომ ცხონება არ არსებობს მართლმადიდებლობის გარეშე, ზიარების გარეშე არ არსებობს ცხონება და თავდაბლობის გარეშე ცხონება არ არსებობს, ეს უცვლელია. როგორც კი ამაზე ვინმე გეტყვით, რომ ჯოჯოხეთი არის დროებითი და დასრულდება, იმ ადამიანთან გაიქეცით შორს. რომელიც გეტყვით, რომ პატარა ბავშვის ნათლობა არ შეიძლება და არ არის აუცილებელი, იმ ადამიანთან გაიქეცით შორს. ეს უკვე არის სერიოზული თანამედროვე ცრუ სწავლებები, რაც უკვე უხვად არის ინტერნეტში და თქვენ დავიცი, არ ვიცი, უსმენთ, უყურებთ, შეიძლება ვიღაცამ იქადაგოს, მე მგონი აქ ესეთი რამე არ მოხდება, მაგრამ უბრალოდ თქვენ იცოდეთ. რაც მართლმადიდებლური დოგმატები და სწავლებები, ამაზე ეს ჩემი აზრი და ვინმეს აზრი კი არა, ამაზე თელი მსოფლიო საეკლესიო კრებები ტარდებოდა, ამაზე თითქოს როგორი კამათი და როგორი დისპუტები მიდიოდა და ჩამოყალიბდა ასეთი აზრები მე რომ ორიგენე იყო ძალიან დიდი მამა მეორე მესამე საუკუნეში და იმდენად უყვარდათ, იმდენად დიდი ბუმბერაზე ავტორიტეტი ჰქონდა, რომ მეხუთე ესე ვთქვათ, კრებამდე ვერ შეეხო ვერავინ. მისი სულიერი შვილები წმინდანები იყვნენ და ბოლოს ეკლესიამ ორიგენე შეაჩვენა. არა მარტო იმიტომ, რომ ის ამბობდა, რომ ჯოჯოხეთი დასრულდება, ძალიან ბევრ წვალებლობას დაუდო სათავე და დღეს რა უსმენ გარკვეულ თანამედროვე მოძღვარს პირდაპირ ორიგენიზმს ქადაგებს. აი ზოგიერთი ამბობს, რომ სული წინასწარ არსებობდა და მერე მოდის, ეს უკვე არის ბუდიზმი. როგორ შეიძლება ასეთი რამე, როგორც კი იქნება ზიგოტა, ანუ განაყოფიერდება კვეთს უჯრედი, მაშინ მე იქნება ახალი სული და ასე თქვა ხდება იბადება ადამიანი. ეს არის მართლმადიდებლური სწავლება. თუ ვინმე გეტყვით, რომ სული უკვე არსებობდა და მერე გამოგზავნა ღმერთმა, ესე იგი გამოდის, რომ ის სული უკვე ვიღაცისგან ჩასახლდა ახალ ადამიანში. ეს უკვე ბუდიზმია, რეინკარნაცია ქვია ამას. ეს არასწორია. უნდა ესეთი ელემენტარული რაღაცები უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ შეცდომები არ დაუშვათ. თუ რამე შეკითხვა, შეგიძლიათ გკითხოთ ან დაიმახსოვროთ. დიახ. ასეთი სწავლება ქონდა ორიგენეს, რომ სულის წინასწარ არსებობის შესახებ. სული არსებობს წინასწარ და ადამიანში რომ კვეთს უჯრედი რომ განაყოფიერდა, მერე გამოგზავნა ღმერთმა. ეს არის ორიგენიზმი, არასწორია. მართლმადიდებლური სწავლებით მაშინვე როგორც კი მოხდება განაყოფიერება, მაშინ იბადება ახალი სული. არა, სული ადამიანის სულზეა ლაპარაკი. ადამიანის სულზეა ლაპარაკი. ეხლა მეორე ეს საკითხი ამოვწურეთ, ხო? ძალიან ცოტა ვისაუბრე, მაგრამ მე მგონი გასაგებია, რომ არ შევცდეთ წმინდა გარდამოცემას დაუჯეროთ. მე ნუ დამიჯერებ წმინდა გარდამოცემას დაუჯეროთ. მეორე, არ გეწყინოთ ძირითადად ეს თანამედროვე ქრისტიანების ცნეულება, ვაიმე სასწაული. სასწაული, აი იქ გავიგე რომ ირონი მოდის, აი მამაოს ხელიდან ცეცხლი გამოსდის, რო იქადაგა ლუსტრა ჭაღი დატრიალდა და რა ვიცი, ძალიან ბევრი თანამედროვე მოძღვარი დაკავებულია არის ამით და ძალიან ბევრი ადამიანს უნდა რომ ამით ხალხი მოიზიდოს ეკლესიაში. ამაზე სწავლება არის ცალსახა. იესო ქრისტე პირდაპირ ეუბნება რომ სასწაულს ეძებს ბოროტი და მემრუშე მოდგმა და სასწაული არ მოგეცემათ გარდა იონასი, რომელიც 3 დღე იყო ვეშაპის მუცელში. და ეს არის სიმბოლო აღდგომის მოგეხსენება. ამაზე დიდი სასწაული არ არსებობს, რაც აღდგომაა, რაც შობაა. Რაღაც სასწაულს ეძებ, ხო? როგორი მიდგომა უნდა ქონდეს ეკლესიას სასწაულს? მე კი არ ვიძახი სასწაულები არ არსებობს მეთქი, მაგრამ ეს რუსებმა იციან ხოლმე რომ ესე იგი არც ირწმუნო და არც უარყო. ძალიან კარგია, ხო? აი არც იმას ვიტყვი რომ დიახ ესია და არც ვიტყვი რომ ხო და არც ვიტყვი არა. დავაკვირდები რა მოხდება მერე. აი ძალიან პატარა მაგალითს მოგიყვანთ, როცა ანტონი დიდთან მივიდა ანგელოზი, ეუბნება რომ მე ვარ მთავარ ანგელოზი გაბრიელიო და შენთან გამომგზავნაო ღმერთმაო. ანტონი დიდმა პირჯვარი გადაეწოთხა, მე მინდა ცოდვილი ადამიანი ვარ, ჩემთან არ გამოგზავნიდაო შენო ღმერთიო.
არ დავიჯერებ, არ არსებობს, მე ჩემთან შენ როგორ გამოგზავნიდაო ღმერთიო, მე ძალიან სოდილი ადამიანი ვარ. აი როგორი მედგომა უნდა გქონდეს, ხო? ზოგადად ჩვენ ვიტყვით ხოლმე, ისეთი სიზმრები მაქვს მე ღამერო, აი მოკლედ აი ჩემი სიზმრების, მოკლედ ასე და ის. და როცა მივიდა მუჰამედთან, მუჰამედი იცით ხო, ვინც არის, ხო? და გამოეცხადა ჯებრაელი, ანუ თავარანგელოზი გაბრიელი ვითომ გამოეცხადა, მაშინვე დაიჯერა და შექმნა სრულ რელიგია ისლამი. მაშინვე დაეჯერა და ის რაღაცას ასე თქვა, ეუბნებოდა, ანუ არაწმინდა სული ელაპარაკებოდა და იმიტომაც შექმნა ასეთი ბოროტი რელიგია, როგორც არის ისლამი. მე არ მერიდება ამის თქმის, ეს მართლა ასეა. თუმცა ნაყოფი ნახეთ, ყველა ხენ თავისი ნაყოფით შეიცნობა. ქრისტიანობა წარმოშობიდანვე იდევნება და თავს აჭრიან და აწამებენ და ისლამი როგორც კი დაიბადა, მაშინვე მახვილი აიღეს და დაიწყეს ჯიჰადი, საღვთო ომი, დაპყრობა და განადგურება ადამიანების. უბრალოდ შეადარეთ ეს ორივე რელიგია და ნახავთ იქ რა ხდებოდა და ჩვენთან რა ხდება. ბოლო დღემდე ებრძვიან ქრისტიანობას და იქ პირიქით ისინი ებრძვიან სხვას. არავინ არ დაგაჯეროთ ახლა რომ ნამდვილი ისლამი ეს ტოლერანტულია და ვითომ კეთილია, ისინიც ერთი და იგივე მამაყავთ ყველას და ერთი და იგივე იდეოლოგია აქვთ ყველას. უბრალოდ თქვენ მინდა დაიმახსოვროთ რომ წარმართებშიც კი კერპებიდანაც მოდიოდა მირონი ხანდახან. არ არის ნიშანი, თქვათ, რახან მირონი მოდის, ეს აუცილებლად ღმერთისგან არის. ანტიქრისტე რომ მოვა, ძალიან ბევრ სასწაულებს მოახდენს, იცოდეთ. ღმერთი დაუშვებს, რომ მან სასწაულები მოახდინოს. ცეცხლს ჩამოიტანს ზეციდანო წერია პირდაპირ და ბევრი იტყვის, აი ნახეთ, ცეცხლი ჩამოიტანა ზეციდან, ეს ელია იტყვის, ან ენუქია, ან რომელიმე დიდი წინასწარმეტყველია, თქვენ არ უნდა დაიჯეროთ ეს ყველაფერი. როგორ უნდა დაიჯეროთ, რომ თუ სასწაულს ეკნება დანიშნულება ჩემი მოქცევის და ჩემი უკეთესად გახდომის, მაშინ დავიჯერებ მე. ანუ სასწაულის დანიშნულება არის, რომ ჩვენ მივხვდეთ, რომ ცოდულები ვართ და უფრო უკეთესები რო უნდა გავხდეთ. ძალიან ბევრი ოჯახში ხატებიდან გადმოვიდა მირონი და ის ოჯახი არც ეზიარება, არც ეკლესიაში დადის და ფიქრობენ, რომ აი, ჩემთან ღმერთი მობრძანდა ეხლა და მე რაში მჭირდება მივიდე მოზღვართან და პირველი როგორც კი თქვენ იგრძნობთ რაღაც გარკვეულ სასწაულს, მაშინვე მიდით მოზღვართან და თქვენს ახსარებას გადაავლეთ თვალი. და ყველაფერი კარგად იქნება. ღმერთი არ გეტყვის, რომ რატო არ ირწმუნე. პირიქით გეტყვის, რომ რამალე დაიჯერებს შვილო შენ ესეთი სრულ სასწაული. იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, რომ დღეს ყველა ასე იყო და ეხაც ასეა, როგორც კი გამოცხადდება ტელევიზიაში, თქვა, თან რაღაც დაიწერება, აი აქ რაღაცა ხდება, გარბის ყველა იქ. ხო, მამა გაბრიელის მდგომარეობაც ავიღოთ, ხო? მაშინვე ის 2 მილიონი ნახევარი, 2 მილიონი ადამიანი ხო იყო ჩამოსული ხო სამებაში და ცხეთაში. მე არ ვაყენებ არავის შეურაცხყოფას, მაგრამ შეიცვალა მათში რამე. რატომ მიდიოდნენ, ხო? მამა გაბრიელს ევედრებოდნენ, რომ ბანკის ვალი მაქვს, ესა მაქვს, იმ კაც ცხოვრებაში 2 თეთრი არ ქონა ჯიბეში, გაწოდა. მამა გაბრიელის ბანკის ვალის გადახდა კი არ უნდა ევედრო. რომ სიყვარული გამიძლიერე, შური აღმოფხარე ჩემში, თავდაბლობა მასწავლე, უბრალოება როგორ შენიყავი, უბრალო მეც ისეთი, უბრალო მინდა რომ ვიყო მე. თუ ღმერთს არ შეუძლია რომ ჩვენი პრობლემები მაშინვე მოაგვაროს, რომ საქართველოში აი ეს გაჭირვებული და უბედური ცხოვრება შეცვალოს, როგორც კი შეიცვლება, ჩვენ უარესი ცოდულები ვიქნებით, ვიდრე კომუნისტების დროს ვიყავით. ანუ ჩვენი კარგად ყოფნა მატერიალური პირდაპირ პროპორციული უნდა იყოს ჩვენ სულიერ გამოსწორებასთან. თუ ჩვენ შინაგანად შევიცვლებით და მივხვდებით, რასაც ქრისტე ეუბნებოდა ებრაელებს, ხო? რომ თუ თქვენ შინაგანად არ განთავისუფლდებით, სულ მონობაში იქნებითო და სულ მონობაში იყვნენ ფაქტიურად. ხო ასე არ ჩვენც. რუსეთის ბრალია, ამერიკის ბრალია, ირანის, თურქეთის, ჩვენი ბრალი არაფერი არ არის. ყველაფერი არის სხვისი ბრალი, ხო? დავკარგეთ სამაჩაბლო, დავკარგეთ აფხაზეთი და ეხლა ნებისმიერი გურჯანელი რო გააჩერო დაბლა აგიხსნის, რატო როგორ დაიკარგა აფხაზეთი, როგორ დაიკარგა სამაჩაბლო, მაგრამ თვითონ ვერ გეტყვის რა ჭირს. თვითონ რა პრობლემები აქვს, იმას ვერ გეტყვის, მაგრამ ამერიკაში რა ხდება, გეტყვის, რუსეთში რა ხდება, ყველაფერს გეტყვის. მაგრამ თვითონ რა ჭირს, იმას ვერაფერს ვერ გეტყვის, იმიტომ რომ იცის რომ ყველაფერი კარგად არის მის ცხოვრებაში. გასაგებია, ხო? ერთადერთი დანიშნულება სასწაულს აქვს ის, რომ ცირედ მორწმუნე რო ხარ, გაგაძლიეროს, ოღონდ გაგაძლიეროს ამ პარტავნებაში თვითდაჯერებულობაში, კი, იმიტომ დავწერე თვითდაჯერებულობის მერე ამ პარტავნება, რომ არ თვითდაჯერებაში არ ჩავარდე და არ იფიქრო, რომ აი შენ მეზობელზე უკეთესი ხარ, იმიტომ რომ შენ მირონ, შენს ხატებს მოსდის მირონი. და ესე იგი შენ ჯობი ხარ იმას ხატებიც არა აქვს სახში და შენ ხატებს მირონი მოსდის. აი რა კარგი ვარ ხედავ თურმე. ვინ შევიდა 64-ში პირველი? ამა მითხარით? ვინ შევიდა 64-ში პირველი?
ავაზაკი, ხო? ავაზაკი შევიდა, რომელსაც შეიძლება არც მარხულობდა, არც ლოცულობდა, არც უნახავს წესიერად ქრისტე და დაინახა შენერწყებული ჯვარცმული მესია და ესეთი კაცი აღიარა მესიად. ეს ძალიან საინტერესო მდგომარეობა. და ეს ახსენებაშიც გაითვალისწინებთ, რაღაცები გამახსენდებოდა, თან ჩავრთავ, რომ არ დამავიწყდეს, რომ ახსენებაზე მიდიხართ, რას ეუბნება ავაზაკი ქრისტეს დაიმახსოვრეთ. ჯერ ერთი ავაზაკი ხო გმობს, ვინც მარჯვნივ იყო გაგრული, მარცხნივ იყო გაგრული, რას ეუბნება, რომ შენ თუ ხარო ძეხვთვისაო, შენ თუ მართლა ქრისტე ხარო, გადაგვარჩინეო, შენი თავიც გადაეჭე და ჩვენც გადაგვარჩინო. ნახე, ამხა თავხედი და ავაზაკია, რომ თავისი ცხოვრებიდან გამომდინარე დაიმსახურა ჯვარცმა, ეს ყველაზე დიდი სასჯელი იყო თუ კი რამე არსებობდა რომის იმპერიაში. და იქაც არ უნდა რომ მოინანიოს. ეს ძალიან საინტერესო მდგომარეობა, დაუკვირდით, არ გინახთ ადამიანი, რომელიც გაუბედურებულია თელი ცხოვრება და მაშინაც არ უნდა რომ აღიაროს და თავის ბრალია ეს ყველაფერი, ხო? ძალიან ძიმე მდგომარეობაშია მისული და იქაც არ ამბობს რომ ცოდვილია და თავისი ბრალია რაღაც. და გადაგვარჩინეო შენ და შენი თავიო და ეს ავაზაკი ეუბნება მეორე ავაზაკს. კეთილგონიერი ეუბნება უგუნურ ავაზაკს რომ რაც მე დაშენო ჭირს ეს ჩვენი ბრალიაო, ანუ რაც დავთესებთო იმას ვიმკითო. აი ეს არის პირველი რაც ახსენებაში თქვენ ვთქვათ რომ ეს ჭირს დედამთილის ბრალი კი არ და ჩემი ქმრის ბრალი კი არ არის. ჩემი ბრალია მამაო, მე რო ამ მდგომარეობაში ვარ. რაც მე ჩემ თავზე დოლაბის ქვა ტრიალებს, ეს ყველაფერი არის ჩემი ბრალი. და მე მიუბრუნდება მაცხოვარს ეს მეორე მომენტი და ეუბნება, კი არა ეუბნება რომ 60-შეო მიმიღეო დღესო, მომიხსენე უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა. მე ცხონების ღირსი არა ვარ, მე რა მინდა იქ რაცა შენ ხარ, უბრალოდ მახსენე, უბრალოდ მომიხსენი როცა მოხვალ. და ქრისტემ რა უთხრა რომ ერთი წლის მერე 60-ში იქნებიო, დღეს აი ამ წუთში დღესავე ჩემთან იქნებიო 60-ში. აი ეს არის მართლმადიდებლური სწორი აზროვნება. და რა ის რომ მე მომავალში რა იქნება, როგორ იქნება და რა ვიცი, უამრავი კიდე ცრუ შეხედულება. ანუ სასწაულის დანიშნულება არის ეს, რომ მე უკეთესი გავხდე და ჩემი თავი არ მეგონოს კარგი და ჩემს ცხოვრებას გადავავლო თვალი, იმიტომ რომ სტუმრად ყავს მე უფალი, ანგელოზი და მე შესაბამისად უნდა დავხდე მას. ეხლა თქვი რომ გითხრათ პატრიარქმა სახში მოვდივარ თქვენთან სტუმრათო. ეს ხო დიდი სასწაული იქნება და როგორ მოემზადებით, ხო? დაალაგებთ, დაასუფთავებთ, მოკლედ ყველას დაპატიჟებთ, ვალებს დაიდებთ, სუფრას გააწყობთ და მოკლედ ძალიან რამდენად დიდია ღმერთი და ანგელოზი პატრიარქზე, ხო? და მირონი რომ მოდის ხატზე, ეს ნიშნავს იმას, რომ შენთან მოდის უფალი ფაქტიურად. და ის წმინდანი, ვინც გამოსახულია იმ ხატზე. ოღონდ შენ კი არ უნდა ჩათვალო ღირსად, რომ შენ იმის ღირსი ხარ. კვირის სახარება ალბათ გახსოვთ, ხო? ზაქეს უარგისი საზიზღარე კაცი, ზაქეს მებაჟეობა ეს იყო, აი სინონიმი ცოდვილობის. და გაიგო, ხო, ყველაფერი აქვს, არაფერი აღარ უნდა, ხო, მაგრამ რაღაც აკლია ზაქეს. ყველაფერი აქვს, მაგრამ სინდისი არ უკმაყოფილდება და გაიგებს, რომ ვიღაც წყალებში, რა თქმა უნდა, მასწავლებელი გამოჩნდა, რომელიც ქადაგებს ცხონებას და უნდა მისი დანახვა. ჩინოვნიკი ადამიანი ხეზე ავა, ეხლა რომ მღვდელი დაინახოს, არა ვახეზე, ხო? მაგრამ ყველაფერი დაავიწყდება, იმიტომ რომ ახლოს მას ვინ მიუშვებდა. იმიტომ ბევრი ხალხი ყავდა შემოხეული მაცხოვარს და ეს წარმორჩილი ჯუჯა კაცი არბის ლეგვის ხეზე და იყურება რომ დაინახოს აბა სად არის აბა ქრისტე ვინ არის ვერ მიხვდებოდა ქრისტე ვინ იყო იმიტომ რომ გამორჩეული ისეთი არაფერი არ იცვა მაცხოვარს და ქრისტე ღმერთი არის გულთამხილავი და იგებს მაშინვე ზაქეს რა უნდა და რას ეუბნება ზაქე სასტრაფოდ ჩამოდი ხიდან ხე არის ამპარტავნების სიმბოლო ანუ შენი ამპარტავნებიდან დაბლა ჩამოდი დაეშვი თვით დაჯერებული აღარ იყო რომ ვითომ კარგი ხარ და მე დღეს შენთან სახში მოვდივარ სტუმრად და ხალხმა დაიწყო ჩოჩქოლი მე რომ ამასთან რა უნდაო ქრისტესო ეს ხო უცოდვილესი ადამიანიაო და თქვენც ხო გითხოვთ ხოლმე შეათო რომ სამებაში ესეთ ხალხი დავინახე რა ვიცი ესეთი რომ მოკლედ მე რომ სამებას ვახდენებ გულისხმობ თბილისის სამებას ამ სამებაზე არ მაქვს ლაპარაკი ეს გაუგებრობა არ მოხდეს ანუ და რა ხდება ახლა აქ ზოგს გონია სახლის კურთხევა კარგი გოჭი კარგი ინდაური კარგი ღვინო ესეც კარგია რა თქმა უნდა მაგრამ დღეს იქმნა ცხოვრება სახსა ამბობს ქრისტიანი ამ იმ სახში უნდა მოხდეს ცვლილება იქ უნდა შეინანოს ხალხმა თუ კი ზაქე იპარავდა ორს 4 გასცა მოსეს კანონებით თუ ადამიანს გამოიჭედნენ ქურდობაში უნდა გადაეხადა ორმაგი აი თუ თქვა 100 ლარს მოიპარავდა 200 უნდა გადაეხადა ზაქე 400 გადაეხადა იმდენად მოექცა ადგება ქრისტე და იტყვის რომ დღეს ცხონდაო ეს სახლიო ანუ თუ ადამიანი შეიცვლება და თავის დანაშაულს აღიარებს სახლის კურთხევა იქნება ზიარება თუ მირომდინარე ხატი
აი იქ ხდება ცხონება და ის ადამიანი მაშინ შეიცვლება. როცა ხდება ჯვრისწერა, ნათლობა, იქ რაღაცა ცვლილებები უნდა მოხდეს. ეხლა როგორ შეიძლება რომ ადამიანმა ჯვარი დაიწერა, ბავშვი მონათლა, სახლი აკურთხა, მის ცხოვრებაში არაფერი ცვლილება არ მოხდეს. შეიძლება ასეთი რამე? რაღაც ხო უნდა შეცვალო, ხო უნდა გიხარდეს რომ აი მე დავქორწილდი, შვილი მოვნათლე, სახლი ვაკურთხე, არაფერიც არ იცვლება, ხო? ზოგს გონია რომ ეგ არის, მარტო მეტი არ და ყველაფერი კარგად არის. არ არის ასე ჩემო ძვირფასო. იმიტომ არის ოჯახები მალევე რო ინგრევა მე, იმიტომ არის ნათლია, ნათლულს არ იცნობს. სახლის კურთხევის მერე თამბაქოს ეწევიან, ყვირიან, ჩხუბობენ, იგინებიან იქ და გარეგნულად ფარისევლებივით ყველაფერი კარგად არის გარეგნულად, ხატებით სავსეა ჩვენი ოჯახი, ბიბლია, სახარება ყველაფერია. პომპეზური ჯვრისწერები, საპატარძლო კაბა, 5 მეტრიანი, რა ვიცი, 4 კამერა იღებს იქ, გუდელს არავინ არ უსმეს, რას ლაპარაკობს სასულიერო და სამწუხაროდ ძალიან ბევრი მოძღვარით ისე ლოცულობს, რომ თვითონაც არ ისმის რას კითხულობს საერთოდ. როგორ შეიძლება ნათლობა ჩაატარო ისე რომ ნათლიას არ კითხო მართლმადებელია თუ არა და დადის თუ არა ეკლესიაში საერთოდ, ხო? შეიძლება რომ შენი შვილი მიიყვანო იმ ადამიანთან, ვინც ინგლისური არ იცის და უთხრა რომ ინგლისური ასწავლე. არ შეიძლება ასეთი რამე, ხო? ვერ ასწავლეს იმ ინგლისურს და როცა ადამიანი არის ნათლია, არის მეჯვარე და წარმოდგენა არა აქვს ამაზე. იმიტომ არის მე ეს ყველაფერი ასეთი პრობლემები როა ჩვენ ცხოვრებაში. ამიტომ ძალიან გთხოვთ რომ დაუკვირდით კარგად, ნათლიებით შეარჩიეთ, მეჯვარეებით შეარჩიეთ, სახლის კურთხევის მერე ეცადეთ რომ ოჯახში თამბაქო აღარ მოიწიოს, აღარ იყოს ჩხუბი, აყალმაყალი, წყევლა, განკითხვა, უფალი იქ არ გაჩერდება. ანგელოზი იქ ვერ გაჩერდება, როგორც გინდა ლამაზი გარემონტებული ევრორემონტით გქონდეთ სახლი. საცა სიმშვიდეა, საცა სიყვარულია, საცა თავდაბლობა უფალი არის იქ. მაცხოვარი ამბობს, ხო მე ვდგევარ თქვენი გულის კარებთან და ვაკაკუნებ თუ გამიღებ ჩემო ვარ. რას ნიშნავს გაღება? ანუ შენ უკვე იწყებ ისეთ ცხოვრებას, როგორც უფალმა გითხრა. ჩვენ ქვია ქრისტიანები ხალხო. გიორგი და მარიამე კი არ ქვია ჯერ ვართ ქრისტიანები და მე ვართ ვანო გიორგი და ასე შემდეგ. ანუ ქრისტიანი, ვინც ბაძავს იესო ქრისტეს. რითი უნდა მიბაძო? თავდაბლობით, სიყვარულით, იმტევებლობით. არც თავს იმართლებდა ქრისტე, არ ჩხუბობდა. ოღონდ სახთო გარკვეულ არეულობას რო ხედავდა ტაძარში, მაშინ ამოიღო ხმა, ხო და გამოაძევა. ეს არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ როცა გაყენებენ შეურაცხყოფას უნდა მოითმინო, მაგრამ როცა ეკლესიას აყენებენ შეურაცხყოფას პატრიარქს, ის უკვე ის არ უნდა მოითმინო. როცა მე ვიღაცა შემაგინეს პირადად, ის უნდა ჩავყლაპო, მაგრამ როცა აგინებენ ჩემ დედა ეკლესიას, ჩემს ქვეყანას და ჩემს პატრიარქს, იქ არ უნდა გაჩვენებ. თუ გაჩვენდები, უკვე გაჩვენებით გაიცემაო ღმერთი ამბობენ წმინდა მამები. ეს უკვე შენ თანამონაწილე ხარ იმ გინების მერე. აი, ბევრს ალბათ თქვენ ესეთი მდგომარეობა გინახავთ, ხო, როცა გერიდება რომ თქვა რომ ქრისტიანი ხარ, იმიტომ რომ იქ რაღაც სულს ლაპარაკობენ პატრიარქზე ან მღვდლებზე და გაჩვენებული ხარ. იმიტომ რომ არა გაქვს იმისი სულიერება და იმისი ცოდნა რომ ხმა ამოიღო. ეს ძალიან ცუდია. უნდა გაარკვიო, როდის ამოიღო ხმა, როდის არ უნდა ამოიღო ხმა. მაცხოვარი ამბობს რომ ერთ ლუყას რომ მოგიშვერენ, მეორე გაგარტყავენ, მეორე მიუშვერე და თვითონ ესე გააკეთა? აბა დაუკვირდით. როცა მას შემოარტყეს ხელი, მეორე ლუყა მიუშვირა, არ მიუშვერია მეორე ლუყა, ხო? ან მან თავისი ღირსება დაიცოდა, რა უთხრა რომ თუ ტყუი ვარ მამხილეთ და თუ სიმართლეს ვამბობ, რატომ მირტყავთ მაშინ, ხო? ეს მეორე ლოკის მიშვერა ნიშნავს იმას, რომ შეურაცხყოფას მოგაყენებენ, მოითმინე ცოტა ხანი, რომ უარესი ბროტება არ მოხდეს. ამაზეა ლაპარაკი. თუ არ მოითმენ უარესი ბროტება და მოხდებოდა კოცონი აგიზგიზდება მერე იქ. და როცა ხედავ რომ იქ უკვე საღვთო საქმე ფუჭდება და ეკლესიას და შენ ქვეყანას აგინებენ, იქ ვერ მოითმენ, იქ უკვე ეტყვი რომ რატო აგინებ ჩემ პატრიარქს, მას ყველაფერი დაუშავებია. იქ გაჩვენება არ შეიძლება. ანუ უნდა მიხვდე, როდის შეიძლება გაჩვენება, როდის უნდა ამოიღო ხმა და როდის უნდა სასწაულებზე გასაგებია, ხო? ესე იგი თუ რამე შეგიძლიათ შეკითხვა, შემეკითხეთ. ზერელი აღსარება. ალბათ გესწნობათ, რომ ყველა მოძღვარს თავისი მეთოდი აქვს. მე არ ვიცი ვის როგორი მეთოდი აქვს, მაგრამ მე ვთხოვ ყველა ჩემს სულიერ შვილს, რომ თვეში ერთხელ მაინც გენერალური აღსარება თქვას. ანუ მოვიდეს, დამიჯდეს გვერდზე და მესაუბროს გულახდილად. როცა ჩვენ მივდივართ წირვაზე, ძალიან ცოტა დრო ამისთვის, ხო? მიხვალ მამაოს ჩამოწერილს მიაწვდი და მამაო ბუნებრივია, ხა თუ კაცი არ მოგიკლავს და საშინელ ცოდვებში არ ახარ, გადახევს, გეტყვის რომ ეზიარე. მაგრამ აი ძალიან გთხოვთ, გაძლევთ რჩევას, რომ აღსარება მარტო არ არის ის, რომ ზოგს გონია აღსარება არის ბილეთი, რომ მიიღოს ზიარება მაშინვე.
ეს რუსულ ეკლესიაში დაწესდა ეს, რომ აი პირდაპირ იქავე უნდა თქვა აღსარება და მაშინვე უნდა ეზიო. იმდენი რამე გაგახსენდება, რომ გამოდიხარ მე უკვე ვეღარ იხსენებ. ხო, ამიტომ თუ ყოველთვი არა, აი ჩვევად გქონდეს რომ დიდ მარხვაში, შობის მარხვაში, პეტრე პავლობის მარხვაში, მარიამობის მარხვაში, როგორ შეიძლება ნახევარი საათი ვერ გამოძებნო და ვერ მიხვიდე შენ მოძღვართან და ვერ მოუყვე შენი პრობლემები. მოძღვარმა ხა ჩვენი ხარ იმხელა სულიერება არა გვაქვს თანამედროვე მოძღვარს რომ შემოგხვიდე და ყველაფერს მიხვდე რა ხდება შენ ცხოვრებაში. შეიძლება ზოგს აქვს, მაგრამ ხლა არ მგონია რომ ასე იყოს რა. დიახ. გასაგებია. მაგრამ არის მომაკვდინებელი ცოდვები და არის ყოველდღიური ცოდვები. აი ყოველდღიური ცოდვები ძალიან საინტერესო ტერმინია, ხო? ყოველდღიური ცოდვები. ზოგი ყოველდღე მრუშობს კაცო და ზოგი ყოველდღე კლავს, ჩხუბობს და ეს არ შეიძლება ყოველდღიური ცოდვები დავარქვათ ამას, ხო? ანუ აღსარება როგორ უნდა მივხვდეთ გვეპატია თუ არა ღვთისგან, ხო? როცა შენ აღსარების მერე და ზიარების მერე მშვიდად ახარ, დაწყნარებული ხარ, დამშვიდებული ხარ, ესე იგი შენ თქვი აღსარება. აღსარება ეს ჩვენ ვეძახით თორე სინანული საიდუმლოება ქვია ხალხო ამას. აღსარება არასწორი ტერმინია, უფრო სინანული საიდუმლოება. ანუ მე ვნანობ ამ ყველაფერს. ისე კი არა რომ ზოგი ყובה ასე ხო, აი იწყებს როგორ მოვიდა დედამთილის სახლში და როგორ დაუწყო წევლა. რატომ მიყვები ვეკითხები და იმიტომ რომ გითხრა რატო დავიწყევლე მე ეს კაცო. ხო უნდა მითხრა რატო დაიწყევლა, იმიტომ რომ იმის ბრალია და ამის ბრალია. როგორც კი თქვენ აღსარებაში თავს იმართლებთ, ეს აღსარება აღარ არის უკვე. ეს არის კეკლუცობა მოძღვართან. აი ამდენ შესავალი იმიტომ გავაკეთე რომ აღსარებაში ეუბნე რომ ჩემი ქმარი რომ მაგინებს, რომ დადის აკეთიკით დაეთრევა ეს ჩემი ბრალია. მე არა ვარ კარგი ცოლი და ის იმიტომ დადის აკეთიკით. მე არა მაქვს სიყვარული და ჩემი მეუღლეც იმიტომ ღალატობს. მე ვარ ასეთი და მე ვარ ისეთი. შეიძლება არა ხარ ბოლომდე, მაგრამ ჯობია ასე იფიქრო და უფრო დაიწყებ გამოსწორებას და ძალიან ბევრი რამე შეიცვლება შენ ცხოვრებაში. და კიდე როგორ უნდა მიხვდე რომ შენ მართლა თქვი აღსარება. აღსარებიდან რომ გამოდიხარ, თუ სიკვდილი გინდა იგივე ცოდვის გამეორებას, რაც შენ წეღან მოინანია, ესე იგი შენ მართლა ნანოფ იმას. ანუ 24 საათი ეუნე მამაოს რომ განკითხვაში ვარდები და როგორც გამოხვედი საამხსარებიდან, მაშინვე განკითხვაში ჩავარდი. ან ცდილობ რომ არ განიკითხო არავინ. აი 1 საათი მაინც, ან 1 დღე მაინც, ხო? ეს უკვე კარგია. მაგრამ გამოსული არ ხარ და ბარძიმთან არ ხარ მისული, რომ უკვე ვიღაცა დაინახე რომ უჯლუგუნებით მოდის ზიარებაზე, ხო? და უყურე სად მოეთრევა ახლა ეს ფიქრობ, რატომ მოდის ჩემზე წინ, იმიტომ რომ პატიმოყარე ხარ და ნერვიულობ ამაზე. და თუ შენ ეს ყველაფერი გაატარე მშვიდად და გამოიწიე და ის თავხედი იბძანდე ხარ ბატონო ეთქვი, ხო? ესე იგი შენ მართლა გითქვია აღსარება და ესე იგი შენ კარგ მდგომარეობაში ხარ. ყოფილა შემთხვევა რომ აღსარებიდან გამოსული ადამიანი მობრუნებულა და ისევ შემოსული აღსარებაზე. რა იყო მეთქი და ის ურიგოთ მოდიოდაო და აი მოკლედ ჩოჩქოლი იყო, რიგია ხომ აღსარების თუ და ეს უკვე შეთქი შენ აღსარებაზე არ იყავი? შენ ახლა არ მოინდანია შენი ცოდვები? შენ რო ცუდად ახარ და ღვიძლი გაწუხებს. ეხლა დაიწყებ იმაზე ფიქს, ვიღაცა სატუაწუხებს ელენთა თქვათ, ან ყურები ატოტკივა. ესე იგი შენ არ განიცდი შენ ცოდვებს და სამონტყოფოში რო შეხვიდე და აი მიგიყვანეს სასტრაფოთი, ხო? იქ დაიწყებ ეხლა იქ ფიქს რომ აი ეს ატოწევს აქ, ის შენი გაგჭირვებია და შენი პრობლემები გაქვს, ხო? ესე იგი შენ პრობლემები რო არ გაწუხებს, იმიტომ გეხარ და იმას რა აცვია, ამას რა აცვია, ის რას აკეთებს, ის როგორ ადგა და მე აღსარებაში მეუბნეო იმას რომ ის ნახე როგორი მოკლეკაბა ეცვა, იმან დაიჩოქა, იმან არ დაიჩოქა, შენ თუ ლოცულობდი, როგორ დაინახე ეს ყველაფერი, ან შენ თუ შენი ცოდვები გაწუხებს, სხვის როგორ ხედავ შედალოცულო, ხო? ხოდა ვითად ვარ თანკითხვაში? შენი რო არ გაწუხებს, მე რო ცუდად ვიყავი, არაფერი არ მაინტერესდა, კარგად გამხდარიყავი, ერთი სული მქონდა, ხო? და შენ რო გონია რომ არაფერი არ გაწუხებს და ყველაფერი კარგად არის, იმიტომ მდგეხარ მე დოინ შემოყრილი და განეკითხავს სხვებს. და მამები რატო არ განეკითხავდნენ არავის? იმიტომ თვითონ ტკიოდა თავიანთი ცოდვები და შენი თვალიდან ამოიღე დირე და ნუ ეძებ სხვის თვალში ბეწს. ეს არის კლასიკური მაგალითი ჩემო ძვირფასებო. ეს და კარგი პატერიკია საპატრიარქომ გადაიღო, მულტიკიც არის, ანიმაციაც არის ამაზე, უტყვი ლოცა. ხედავს პატარა ბავშვი ეკითხება ანგელოს, ხო? ნახი აქ, მოყვე თუ არ მოყვე? მოყვე? ძალიან საინტერესოა ეს პატერიკი მართლა მოხდა წმინდა ადამიანის ცხოვრებაში. ხედავს რომ ესე იგი კაი მოძღვარი დაყენებული ხმით, ესე როხროხებს მოკლედ კვერექსებს ამბობს, იქ დიაკონი, იქ მოკლედ
ხალხი ყველაფერი და ამათ ხმა არ ისმის არაფერი საერთოდ არაფრის ხმა არ ისმის. და ეხლა ეს ეუბნება, ნახე რა ხდებაო, დიაკვანი ფიქრობს რომ ოდემდე უნდა იყო დიაკვანი, კაცო ვერ გავიგე ეხლა რა ამასთან დროზე მაკურთხო მეც ეხლა ოდემდე უნდა ვემსახურო ამ მღვდელს. მღვდელი ფიქრობს, სატურა გადამიყვანენ უფრო კარგ ტაძარში, თქვა თათო მე არა ვარ ეპისკოპოსი. იქ ვაჭრის ცოლი დგა და ფიქრობს იმ ფოსტის გამგის ცოლზე რომ ჩემზე კარგი ჩუბა საიდანაც ვია ამას და იქ სტიქაროსანი ფიქრობს რომ რატომ მე არა ვარ დიაკვანი გუნდი გალობს და ვერ გაუგია რას გალობს თვითონაც და ასე შემდეგ მოკლედ. ეს მგონია გეცნობათ ხო თქვენ. და ერთი პატარა ბავშვი სადაც კუთხეში ლოცულობს დედა მიმყოფე ღმერთო კარგად ხო და ეს ლოცვა ესმის ღმერთს მარტო. და რა ის თქვათ რომ აი ეს როგორ და ის როგორ და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან რეალური პატერიკი და მდგომარეობა. ეს ჩვენ სამწუხაროდ ძალიან ხშირად გვახასიათებს, ხო? ამიტომ არის განკითხვაში რო ხარ თორე შენ თუ შენი გაწუხებს და შენი პრობლემები გაწუხებს. ერთი სული გაქვს მოძღვარი ნახო, მოუყვე და უთხრა რომ მამა ან კანონი დამადე, ან რჩევა მომეცი წმინდა მამებიდან და ასე შემდეგ, რომ მე როგორ გამოვსწორდე, რომ უკეთესი გავხდე კვირიდან კვირობამდე, მარხვიდან მარხვამდე. ხა თუ შობის მარხვა დაასრულდა და შენ ისევ ეწევი, ისევ ჩხუბობ, ისევ განეკითხავ. იმის იმედით რომ ახლა აღდგომის მარხვა დაიწყება და აი მაშინ კიდე რაღაცებია. ჩვენ ასეთ ტყუილში ვცხოვრობთ ზემო ძვირფასებო. და იმიტომ არის რომ დღეს ეკლესიას კი არ ემატება ხალხი. თქვენ დაკვირვებული ხართ, არ ვიცი. თბილისში უკვე იგრძნობა რომ ეკლესიას ძალიან ნაკლდება მრევლი. ეხლა მოძღვარმა რო თქვას, ეს ყველაფერი ჩემი ბრალი არ არის და სხვისი ბრალია, ეს უკვე არასწორი იქნება. როცა მასწავლებლიდან მიდიან მოსწავლეები, რა უნდა თქვას? რომ უგუნურები არიან, არა მე არა ვარ კარგი მასწავლებელი, მე ვერ ვასწავლვიდი კარგად. თქვენ ხო პედაგოგები ძანდები და იცით რომ არის მასწავლებელი ბავშვები კაპაციტეტებით უსმენენ და არის რომ ეხებზე დარბიან, ხო? და გადის ესე დრო. ასია სამწუხაროდ ეკლესიაშიც. თუმცა მოძღვარი არ ფიქრობს იმაზე რომ გადახედოს რა ხდება ადამიანის შინაგან ცხოვრებაში, რა ხდება ქვეყანაში, იქიდან ააგოს ახსარება და ადამიანებს ჭირდებათ იმაზე ესაუბროს, ეს ადამიანი იქ აღარ მოვა, იმიტომ რომ დღეს ძალიან დიდი ინფორმაციული წყარო არის ინტერნეტში და სულ არ მოვალ შენთან მოусმენ სხვა მოძღვრის გადაგებას და რაღაცას ვეზიარები რა პრობლემაა. ამიტომ ეს როცა დღეს ეკლესიას აკლდება მევრეული, მე ვაცხადებ პირდაპირ ეს არის ჩვენი ბრალი. ეს არის სასულიერო პირების ბრალი პირველ რიგში. მე ასე ვფიქრობ, შეიძლება ვწდები, არ ვიცი. როგორც კი მე დავიწყებ იმაზე საუბარს, რომ თავში გვაუხლიათ, მე ხო ყველაფერს ვაკეთებ, ისინი რატომ მიდიან? აი ეს აქ არის უკვე შეცდომა. როცა ქრისტემ ნახა რომ მისგან მიდიოდნენ ისინი, ვინც სხვა რამის გამო იყვნენ მოსულები, ეს ძალიან საინტერესო მდგომარეობა. როცა პური და თევზი აკურთხა, ძალიან ბევრი ხალხი გაყვა. და როცა დაიწყო საუბარი რომ ზეკაცისა ჯვარზე უნდა გაეკრასო და ჩემი მიმდევრებიო დაიტანჯებითო, უკვე ვერმა ვერ გაიგო, რას ქვია დავიტანჯებით, წარმოიდგინეთ რომ გამომყევი და შენ ამის გამო დაიტანჯები მე ხო? ყველა ესე ხო ასწავლიდნენ რომ მედინერები იქნებით, კარგად იქნებით, მე გამომყევი. აი ანტი რომ მოვა იტყვის რომ მე დამიჯერე და ყველაფერი კარგად იქნება. ხო და მაცხოვარი პირიქით ამბობდა, თუ მე გამდევნეს, თქვენს გაგდევნე. რატო? იმიტომ რომ მე ამ სოფლისთაგანი არა ვარო. ქრისტიანობა ამ სოფლიური არ არის, ამ ქვეყნიური არ არის, არ არის მატერიალური არ არის. ანუ ჯერ გეუბნება რომ შენ ითხოვე ცხონება, სულის გადარჩენა ითხოვე და დანარჩენი ვიცი რომ ხშია, აგერ ველის შროშანებსო ვაჭმევ და ვასმევ და თქვენ რომ შიერი მეყოლებითო, არ მეყოლებითო შიერი, მაგრამ ჩვენ რომ სულის ცხონებას არ ვეძებთ, დავკარგეთ ორივე ფაქტიურად, ხო? აი ილიამ კარგად ლუარსაბი არის ამის სახე ფაქტობრივად. იმიტომ უნდა ეკლესია მივიდა განეკითხავს თავის ძმა მოსეს. საყვედურობს ღმერთს და ამ დროს ერთ მარხვას არაცდენს და ლუარსაბი სულ ეკლესიაშია. მაგრამ ღმერთი არ უყვარს, ღმერთს განეკითხავს და თავის ძმას განეკითხავს. რამდენი ლუარსაბია დაუკვირდეთ ახლა ეკლესიაში და ისე ჩვენ ცხოვრებაში. ხვდებით ხო რა გვჭირს და რატოა ეს მდგომარეობა? ანუ ახსარებაში პირველ რიგში შენი ცოდვები უნდა გაწუხებდეს, ბევრი წყულები უნდა დაინახო შენ თავში და სულ აღარ მექნება სურვილი. აი თანამედროვე არქიმანდრიტი ამერიკაში პარი სახელი არ მახსოვს, ესეთ რამეს ამბობს, აი წმინდა ჯადოქრებს ეძახის იმ ადამიანებს, ვინც ეკლესიაში დიდი ხანი არიან და განკითხვებში არიან, რომ ერთი პირველად შემოსულა მამაკაცი, რომელმაც კვირას დაიჩოქა და ესე ვთქვათ, მივარდა, ხო არ ეკლესიაში ესეთი ქალბატონები არიან, მივარდა და დაჩოქება არ შეიძლება ადექით და მოკლედ ერთი ამბავი. და მოძღვარი რო გამოვიდა წირვის მერე უთხრა, რომ აი მამაო, ამანო დაიჩოქაო კვირასო და იმ კაცმა უკაცრავათო პირველად ავარო და მე მეგონა რომ და თუ არ ვიცოდიო შემინდეთო და ეს არქიმანდრიტი ამ ქალს მიმართავს რომ
შენ თუ ლოცულობდიო, როგორ დაინახეო, მან დაიჭოქა თუ არ დაიჭოქა. შენ წირვაზე არ იყავი ფაქტიურად, ხო? ასეა ხოლმე, აი ამიტომ არ უნდა შევიდეთ წირვაზეც მოუწესრიგებლები, ხო? აი ეს ამიტომ არის, რომ ყურადღება, ისა ჯერ რა ყურადღება აქვს ხალხს და ახლა კიდე მე რომ ვინმეს არ გაეფანტოს ეს ყურადღება თქვენი, ასე ვთქვათ, მოუწესრიგებელი ჩაცმულობით, ეს ქალი იქნება თუ კაცი იქნება. ანუ ჩამოვაყალიბოთ, ესე იგი, პირველ რიგში რომ შენი ცოდვები უნდა გაწუხებდეს და სიკვდილი უნდა გერჩინოს იგივე ცოდვის გამეორებას და უნდა სიმშვიდე გამოიტანო ახსარების მერე და მიიღო მერე ზიადად. თუ აი არის ხოლმე ზოგი ახსარებას რომ მეტყვის, აი მე ხოლმე მაშინ ვერ ვიბარებ ახსარებას, იმიტომ არის ყლა ცოტა ამაღლებულ ადგილას არის. თქვა შეიძლება ხუთშაბათ ჩავიბარო ახსარება და კვირას ვაზიარო. და კიდე შემოდიან ხოლმე რომ ამამ ეს 2-3 დღე კიდე რაღაც დავაშავე და კიდე ანუ სინდისი მაინც აწუხებთ, ხო? ეს კარგია რომ გაწუხებს სინდისი. მაგრამ ვეუბნები რომ შენ ამას როცა ჩადიოდი ცოდვას სინანული ქონდა მაშინ მოძღვართან კი არ უნდა იქონდეს მთავარი სინანული როცა ჩადიხარ რაღაცა ცოდვას და არ გაწუხებს იტყვი მამას მამაოსთან ვიტყვი მე პრობლემა არ არის ეს უკვე არის ფარისეულობა ეს უკვე არის არასწორი იმ წუთას როგორც კი აი თუ ხელი მიგიწდება წაიკითხეთ ივანე კონსტანტელის დღიურები არის ძალიან საინტერესო აი ყოველ წუთში და წამში წერს რომ აი ისევ გავბრაზდი, ისევ ვიჩხუბე, ისევ განვიკითხე და ყველაფერი უწერია და ხედავს მე აი გუშინ მე როგორ მოვიქეცი რომ ესე რომ აღარ მოვიქცე მეორე დღეს როგორ უნდა მოვიქცე ხო? აი ეს არის შემოძვირფასებო რომ მე იმ წუთში უნდა მაწუხებდეს და უნდა ტკიოდეს და თუ შენი ცოდვები გტკივა კიდევ გეუბნები თქვენ უკვე ვეღარ დაინახავთ სხვა ადამიანების ცოდვებს. გასაგებია? არ ცოდნა წმინდა წერილი და წმინდა მამების. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა დღეს, როგორც ჩვენ მამებში, ასევე თქვენთან მრევლში. პირდაპირ ამბობენ პროტესტანტები, რომ მართლმადებლებიო, სახარებას კოცნითო და ჩვენ კიდევ კითხულობთო. აი, კარგად დავუკვირდით, გაგაჩერებს იოღოველი, ან ბაპტისტი და ესე გადაგეშეს, გადმოგიშლის, გახაზულია, გამოხაზულია, გიყვება, მოკლედ და შენ ამ დროს გინდა რომ ეჩხუბო, გინდა რომ აგინო და ცოდნა არის რას გეუბნო, სად რა წერია, სამწუხაროდ ხო? და ამ დროს ყოველ კვირა იკითხება სახარება, მოძღვარი უნდა განმარტავდეს და ყოველ შაბათს სისკარზე იკითხება სახარება. მოусმინა, არ უსმენს, ამ დროს სანთელს ანთებენ და იმენ ჩოჩქოლია რომ უკვე რომ სახარება წაკითხულია უკვე და სანთელს ანთებულიც კი არა აქვს ამ დროს. ხო, დაუკვირდეთ მამაო, რა წაიკითხა თუ ვერ გაიგე რომ დამთავრდება, კითხე მამაო, აი ეს როგორი იყო, რა იყო. თუ შეიძლება მამაო, ეხლა არ იქადაგა უამრავი წიგნებია ძვირფასებო გამოსული. ძალიან ბევრი ეგზეგეტიკა არის, ძველი აღთქმის ახალი, შედი ინტერნეტში. უამრავი სწავლება და ნახე, ყოველ დღე თუ ვერ ნახავ, ხო, აი კვირას არის თქვათ მეზორე და ფარისევლის კვირა, ხო? ნახეთ, გაბრიელ ქიქოძის განმარტებებია ძალიან მარტივად და ძალიან უბრალოდ, ხო? ვინ იყო ფარისეველი, ვინ იყო მეზორე? ეხლა ამას გაიგე, მე უძღებიშვილი გაიგე და აი ესე თანდათანობით იმხელა ცოდნა შემოვა თქვენში რომ, რა ვიცი, ყველაფერი იქნება კარგად. და სამწუხაროდ აი ძალიან ბევრი ადამიანს რო კითხვა აი თქვა მეზვერე ზაქე ვინ იყო, მე ფარისეველი ვინ არის, რა ვიცი და ასე შემდეგ ძალიან ბევრმა ეს არ იცის. და პირდაპირ წერია რომ ადამიანი განეწმინდება წმინდა წერილის კითხვით. როცა თქვენ ლოცულობთ, თქვენ ესაუბრებით ღმერთს. როცა სახარებას კითხოთ, ღმერთი გესაუბრებათ ვერა თქვენ. აი წარმოვიდგინეთ, რომ სახარებას რო წაიკითხავ, უკვე მშვიდდები. რატო? იმიტომ რომ ეს წმინდა წერილია და ღმერთი გესაუბრება შენ იქიდან. არ არსებობს ადამიანი, რომ აი აფურაქებული რო იყო, სიგარეტი კი არ უნდა მოწიო მაშინ. გადაშალე, გინდა ფსალმუნები, გინდა ძველი აღთქმა, გინდა ახალი აღთქმა და დამშვიდდები. ერთი თავიც რო წაიკითხო. აი გირჩევთ, რომ ყოველ დღე გქონდეთ წესად, რომ ერთი თავი წაიკითხეთ ახალი აღთქმიდან და ერთი თავი წაიკითხეთ ძველი აღთქმიდან. იმხელა ცოტა დაგიგროვდებათ, რომ ძალიან კმაყოფილები და გახარებულები იქნებით. მაგრამ თუ წმინდა წერილი არ იცით, ჩათვალეთ, რომ ძალიან გაგიჭირდებათ რა. და მართლმადიდებლები ამით სამწუხაროდ გამოვირჩევით, რომ გონია რომ ვიცით და ამ დროს არ ვიცით. და იმ ვიღაც სულელმა იოღოვას მოწმემ გაზეპირებული აქვს. მაგრამ თავარი გაზეპირება არ არის ჩემო ძვირფასებო. თავარი შინაარსი იცოდე იქ რა წერია, თორე კომპიუტერში ყველაფერი ჩაწერილია, ხო? არ არის აუცილებელი იცოდე ზეპირად, მაგრამ შინაარსი ხო უნდა იცოდე. რას ნიშნავს? მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. ხო უნდა იცოდე რა, უარყავ თავითვისი, აღიღე ჯვარი, შემომიდექი მე. ეს ელემენტარული სწავლებები. ხო უნდა იცოდე რომ შობაზე წერია მათეს სახარებაში და ლუკას სახარებაში.
ჯვარცმაზე სად წერია, იონეს გამოცხადება რომ ბოლო წიგნია, ეგ ხომ მაინც უნდა იცოდე, ხო? ელემენტარული რაღაცეები. მაგრამ სამწუხაროდ ეს არ არის ჩვენში. და ძალიან ბევრი ადამიანი, როცა ეს ქადაგებას გაუგებარია მე, ხო, როცა მოძღვარი ქადაგება, შენ წაკითხული არა გაქვს, მასწავლებელმა რომ გაკვეთილი ახსნას და შენ ეს წაკითხული არ კონდეს, რას გაიგებ, ხო? ესეთი ტესტი ჩაატარა ერთ მოძღვარმა სიცრუის შესახებ, შაბათს საღამოს გამოაცხადა, რომ ხვალ წირვის მერე ვიქადაგებ სიცრუეზე და წაიკითხეთ მარკოზის, ესე ვთქვათ, მე-18 ესე ვთქვათ, თავიო. და დილით რო გამოვიდა, უთხრა ეხლა რობა, ვინ წაიკითხე და ყველამ წავიკითხეთო და ანდოს მარკოზის სახით მე-18 თავი არ არსებობს. აი სიცრუეზე უნდა ეკადაგა და წარმოვიდგინეთ, ყველამ წავიკითხეო უთხრეს. და წაკითხული როგორ არ არსებობს ერთი თავი მარკოზის სახარებაში. ასე რომ აუცილებელია, როგორც გინდა კარგი მქადაგებელი მოძღვარი ყავდეთ, როგორც გინდა რა ბედნიერებაა ჩემო ძვირფასებო, ტელევიზორს ჩართავ საპატრიარქოს არხს და გურჯაანის არხიც მადლობა ღმერთს ვიცი რომ ასე თქვათ აჩვენებს საპატრიარქოს არხებიდან რაღაც კარგ გადაცემებს, ხო? გეზარება ლოცვა ჩართავ და კითხულობენ შენს მაგივრად, ხო? ლოცვები, ქადაგებები, შენი მოძღვარი არ არის განათლებული, სხვა მოძღვარს მოусმინე კაცო. ის მოძღვარი კიდე სხვას მოусმინე, ის არა ეპისკოპოსთან მიდი. რა ვიცი, უამრავი რამეა, მაგრამ თურქულ სერიალს ვიღამ უნდა უყუროს მე. სამხრეთ ამერიკულ სერიალს ვინ უნდა უყუროს, ხო? გეცინდებათ, მაგრამ აი ისლამის ქადაგება მედის პირდაპირ დამეთ ჩემო ძვირფასებო. ქართული სერიალი არის ჩემი ცოლის დაქალები, ხო? რასაც სისულელეები და აღვირახსნილობა, ჩვენი ცხოვრება იქ უცხო არაფერი არ არის, მოძღვარი როგორ კეიფობს ქორწილში, მარხვაში და როგორ გადაობს. ხო არის ესეთი რაღაცა, ესეთი მოძღვრები გვყავს სამწუხაროდ. ეს არის დაგვანახა იმ სერიალმა, რომ ესეთი მოძღვრები და ესეთი მრევლი არსებობდა. თურქულ სერიალში არანაირი გარყვნილება არ არის, როგორი ტრადიციებია, როგორი წესრიგია. ეხლა ვიღაცა იტყვის, ხედავ, რამხელა განსხვავება ყოფილა ისლამსა და მართლმადიდებლობას შორის და ძალიან ბევრი გაუნათლებელი შეიძლება გახდეს ისლამის მიმდევარი. ამის საშიშროება არსებობს. გინდა დაიჭირეთ, გინდა არა. ამიტომ ხო, შეიძლება რა თქმა უნდა, კი. თუ ღმერთი ეშმაკიც არის. ამაზეც ვისაუბრებ. აი ხანდახან ეტყვიან ხოლმე, ესე ვთქვათ, გარკვეული პანეკუმენისტები არიან, ანუ სოფლიოში რომ ყველა რელიგია ერთია ვითომ და რა მნიშვნელობა აქვს, რომელი რელიგიაში იქნება ღმერთი ხო ერთია? არასწორია ჩემო ძვირფასებო. როგორ შეიძლება რომ მუჰამედის ღმერთი და ქრისტეს ღმერთი ერთი და იგივე იყოს? აი წარმოუდგენელია ესეთი რამე, იმიტომ რომ მუსლიმანები ფიქრობენ, რომ იესო ქრისტე იყო წინასწარმეტყველი ერთ-ერთი ქალწულისგან დაბადებული, ოღონდ არა ღმერთი. და ქრისტიანობს, რომ ვინცაც ყავსო ძეო, მას ყავს მამაო, ვისაც არ აყავსო ძეო, მას მამა არ აყავს. ებრაელები უფრო უარეს მდგომარეობაში არიან. ისინი ამბობენ, რომ ქრისტე არის ვიღაც მატყუარა, რომელმაც დაიბრალა, რომ არის მესია და როგორ შეიძლება ახლა იუდეველების ღმერთი და ჩვენი ღმერთი ერთი და იგივე იყოს, ხო, თქვათ, ხო? ან ბუდისტებთან ღმერთი არ არის. შეიძლება ითქვას, რომ ბუდიზმი არც არის რელიგია, იმიტომ რომ იქ არის იდეოლოგია, იქ არის გასხივოსნება, ნირვანა, იქ სინანული და მონანიება, სხვათა შორის კარგია გამახსენდა, რომ აი მხოლოდ და მხოლოდ ქრისტიანობაში არის სინანული საიდუმლოება. ისლამში, იუდაიზმში ეს რამე არ არსებობს. აი ერთი ჩვენი მართლმადიდებელი მოძღვარი კონფერენციაზე ეუბნება რაბინს, გვერდზე უზის რაბინი და ეკითხება, რომ აი ახლა ვაშკაცურად მითხარიო რა, უკვე ორი ჭიქა აქ დალეული ერთად ტრაპეზეს, რომ თქვენო 613 კანონი არის მოსეს რომ დაითვალეს, ხო? 613 კანონს ასრულებ, ხო? სიმართლე გითხრაო რაბინმაც, ვერა, როგორ შევასრულებ ამ კანონებს? აბა რა საკეთებთო და წელიწადში რაღაც ერთი დღე აქვს ებრაელებს, მამალს, ახლა ხელა გაგეცინოთ, მამალს აიღებენ და სხვა დაუსერავენ ბიბილოს თუ ფეხებს, არ ვიცი სისხლი და თავზე იტარებენ ასე, აი ასე და ამით ცოდები ეპატიებათ მამლის, ასე თქვათ, საკუთარ თავზე შემოტარებით. ეკითხება მერე მუსლიმან რა იმას თქვათ, მოლას, მუფტს ეკითხება, რა თქვენთან 5 ცნება არის ისლამში, მეტი არა. იმიტომ არის რომ ძალიან ბევრი ახლა ევროპაში ხდება მუსლიმანი. სულ 5 მცნება, ძალიან მარტივია. ეკითხება, რა ამ 5 მცნებასო იცავთო? თათ ვერ ვიცავ და მე რისი იმედი აქვს და ალაჰიო მოწყალიაო კაცო და აი როგორ უნდა გაიგო რომ გაპატია შენ ალაჰმაო? აი როგორ უნდა გაიგო, ხო? თუ სინანული საიდუმლოება არა და თუ არიცი როგორ უნდა გეპატიოს. აი თქვა ვიძახი რომ მაპატია და როგორ მაპატია, აი როგორ მივხვდი რომ მაპატია. აი ჩვენთან ხვდებით როგორ გეპატიება, ხო? როგორ გეპატიება, კიდეც გითხარით, თორსა შვიდდები, როცა განიცდი
უკვე მივხვდი რომ ღმერთმა შეგეხო შენ ღმერთი და გაპატია. როცა სინანული საიდუმლოება არც იუდაიზმშია და არც სხვა რელიგიებში არ არის, იქ არის იცი როგორ აი ესეთი ტრაფარეტივით რომ ალლაჰი მოწყალია, იახვე მოწყალია და ეგ ყველაფერი კარგად არის. ეს უკვე მოტყუებული ხარ აშკარად. და ავაზაკის ინსტიტუტი არც ერთ რელიგიაში არ არის. ეხლა რა უთხრა იუდეველს და ასე თქვათ მუსლიმანს, რომ როგორ ხონდება ადამიანი თქვენთან, როგორ გადარჩება, გეტყვის რომ უნდა დაიცვას ის ცნებები, უნდა წავიდეს მექაში, უნდა მოილოცოს, ეს ქნას ის ქნას და სამოთხეში იქნება და ჩვენ რო გკითხოს, როგორ ხონდება კაცი, რას ვეთქვით? აი ჩვენთან ავაზაკი ხონდა. არც შეიძლება არც ლოცულობდა, არც ნაზიარები იყო. იმას კი არ ნიშნავს რომ არ უნდა ვეზიარო და არაფერი, მაგრამ სინანულით ხონდა ავაზაკი ხალხო. ვიღაცას რო გონია რომ მონათლავი იყო და ისეც ხონდა, ივან ოქროპირის სწავლება არის ესეთი რომ როცა მაცხოვარს უგმირეს გვერდში და სისხლი და წყალი გარდამოვიდა, აი იმით მოინათლა ის ცნობილი ავაზაკი. მაგრამ პირველი მაინც იყო ის, რომ მე რაც დავთესე ის მოვიმკე და მაპატიე ღმერთო, მე არა ვარ ღირსი შენთან ყოფნის, მაგრამ უბრალოდ მახსენე რა. მახსენე, აი დამირეკევ რო იტყვიან ხოლმე, ან მომიხსენეო რო იცით ხოლმე, ხო? უბრალოდ აი თათმ გამწირავ ასე თქვათ რა. ეს იყო წყალწაღებული რომ ხავს რო ეჭიდება, ხო? მსგავსი რამე მითხარით ეხლა თუ არის ბუდიზმში, თუ არის ინდუიზმში, თუ არის ისლამში, ან სადმე არის ესეთი რამე არა. იქ არ არსებობს. იქ ეთქვიან როგორ გეკადრება, შეასრულე 613 კანონი ცხონდები, შეასრულე 5 კანონი ისლამში ცხონდები, სხვა უკაცრავად ნახვამდის. და უნდა კითხო მამაოს იქ ვინც არის, მამაო თუ ვინც არის. შენ ასრულე? ხლა მე რო ლაპარაკობ რა მეც ცოდვილი ვარ და ჩვენთან ასეთი სწავლება ხა მე რო შენ გითხრაო შენ საზიზღარო შენ ცოდვილო მე ცოდვილი ვარ და იმიტომ დაადგინა ღმრთელი ადამიანი ღმერთმა რომ ადამიანმა ადამიანის ცოდვები იცის რო დაედგინა წარმოვიდგეთ ხა თავარ ანგელოზი მიქაელი ყუდლად ვინ ცოცხალი ვინ გადარჩებოდი ერთი მითხარი წარმოვიდგე რომ ანგელოს რო ეუბნები ეს ქენი და ივსქენი ხო ეგრევე თავს მოგაჭირდა და აშკარად რა ან დაგწოდა ცოცხლად რეებს მეუბნება გეტყოდა შე როგორ მოდიხარ საერთოდ ჩემთან ამიტომ დაადგინა ადამიანი რომელსაც იცის გამოცდილი აქვს ის თვითონ გამოსწორდა უკვე თვითონ უკვე ცდილობს რომ განკურნოს თორსა მიდიხარ ექიმთან და არის 200 კილო და შენ გედა დაიკელიო გეუბნება ან ექიმი რო გეუბნება სიგარეტი არ მოწიო და თვითონ აწუხებს ფილტვები და ეწევა სიგარეტს იმას როგორ უნდა დაუჯერო ხო ასე რომ მოძღვარი, რა თქმა უნდა, ხლა იციან ხოლმე რომ ნიშნულობა არ აქვს ვინ არისო, მაგრამ ისეთი მოძღვარი უნდა აირჩიო, ვინც კარგად ქადაგებს კი არა, ვინც სწორად ცხოვრობს. შეიძლება კარგად იქადაგოს მოძღვარმა, მაგრამ თვითონ არაფერი არ შეასრულოს იქიდან. და იმის სიტყვა ზალა არ აქვს აშკარად. მაგრამ როცა მოძღვარი, ეს ამას ქრისტე რომ ვინც ამბობს და ასრულებს, ის არის ზუსტად კარგი ადამიანი, ვინც ამბობს და ასრულებს, ხო? ზოგი აი იცის რომ აი რა კარგად იქადაგა ჩართეთ ტელევიზორი და იმდენი ქადაგებებია ინტერნეტში რაზე ლაპარაკი მაგრამ ეს არ არის მთავარი მთავარი ის არის რომ სწორად ქადაგებს თუ არა და სწორად ცხოვრობს თუ არა ის ადამიანი ეს ელემენტარულია ძალიან დღეს ძალიან ბევრი მოძღვარია მადლობა ღმერთს მაგრამ ყველასთან ვერ მიხვალ მე ვამბობ ამას თამამად ხო უკვე დეფიციტია რომ ნახო ისეთი მოძღვარი ვინც ლიბერალი არ არის და არ არის ფანატიკოსი ან იქით არ არის გადახრილი, ან აქ არ არის გადამოხრილი და მართლმადიდებლობა არის არც ამარცხნივ, არც ამარჯვნივ, სამეუფეო სწორე გზა, რომ არ უნდა იყო რადიკალი და არ უნდა იყო ლიბერალი. არაუშავრა, მე რა მოხდა, ღმერთი მოწყალე, აქ კიდე აი ეს 64-ში, ჯოჯოხეთში მოხდებით ყველა, აქეთ ყველა 64-ში ხდება. ეს ძალიან საშიშია, ეს არის უკვე მოლიპულ გზაზე სიარული. როცა მოძღვარი გეუბნება არაუშავრა, მე რა მოხდა, ან კიდევ აქ როგორ მოეთრია შენ საზიზღარო შენ ჯოჯოხეთი არ აქცდება და ვაიმე რა მეშველება. ხან ასეთი უნდა იყოს მოძღვარი, ხან ისეთი. არ შეიძლება რომ სულ მკაცრი იყოს და სულ ყველაფერი გააუბრალოს, არა. არის ადამიანი რომელსაც ჭირდება აი პახუმი დიდი მე-4 საუკუნეა ერთ-ერთი მეუდაბნოია როგორც ანტონი დიდი როგორც პავლეთებელი და ეკითხება ერთი ადამიანი იმრუშა და მე ალბათო 3 წელი არ უნდა ვეზიარო არაო ვინ გითხრაო ეს 3 თვეო არ 3 თვეო 3 კვირაო არაო შეგიძლია რომ 3 დღეშიც ეზიარო თუ განიცდი შენ ცოდვას შეიძლება 3 წელი არ ეზიარო მაგრამ არავინ არის სინანული არ აქონდეს ანუ ზიარება და ახსერება დამოკიდებულია სინანულის ხარისხზე. როგორც ქრისტემ უთხრა, შენ დღესავე ჩემთან ნახარო. ხო არ უთქვია რომ 3 კვირის მერე იქნებ ჩემთან, ან 3 წლის მერეო, ხო? ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცა რაღაცა დააშავა
3 წელი ჭირდება იმას, არა, იმას ჭირდება სინანულის ხარისხი. ანუ თუ ის განიცდის ტირის და უნდა რომ აი მიწა გაუსკდეს და ის იგივე არ განუმეორდეს, ხო? აი ხო ვიტყვი მას უფრო კიდე სიღრმისეულად, ქალბატონი მას გაიკეთა აბორტი, ხო? შეიძლება მაპატიეთ მოძღვარმა გინებით გააგდოს და უთხრას შენ ჯოჯოხეთში მოხვდები და ასე შემდეგ. რომელი ქალბატონია ერთეულების გადა რომ აბორტი არ გაუკეთებია, ხო? გამოდო ჯოჯოხეთის ყოფილან ხო წევრები ყველა. მაგრამ შენ ისე უნდა აუხსნა ამ ადამიანს, თუ ეტყვი რომ არ აუშავს კაცო ეხლა იმას ვეღარ გასდიდი და ამ რა უნდა გექნა, ის კიდე გააკეთებს, მაგრამ თუ აუხსნი რომ რა საშინელი ცოდვა ჩაიდინა მან და ამ ცოდის რაობას დაანახებ, ის აღარ გააკეთებს ამას ნამდვილად და არ მარტო ის რომ აი შენ ეს რა ჩაიდინე და ეს როგორ ჩაიდინე. რა შენ შეიძლება ხვალე ჩაიდინო უარესი და უფრო ძიმე ცოდვა ჩაიდინო. ეს ძალიან ისეთი მდგომარეობა აქვს თქოთ რომ დაიმახსოვროთ რა. არც სიმკაცრეა ძალიან კარგი და არც გაუბრალოება არის კარგი. წერია მამები გვასწავლია რომ მოძღვრის ხელი უნდა იყოსო სუბუქი. ანუ უფრო მიტევება ჯობია ვიდრე არ მიტევება. იმიტომ რომ უნდა გაითვალისწინებოდა ამას ასაკი. ეხლა რაც ეპატიება 25 წლის ბიჭს, ის არ ეპატიება 60 წლის კაცს, ხო? ერთი და იგივე ცოდვაზე, ეხლა 60 წლის კაცი რაც შვილები ყავს იმრუშებს და 20 წლის ბიჭი რო იმრუშებს, ერთი და იგივე საჯელი უნდა დაადო? მე მგონი არა, ხო? სხვადასხვა მდგომარეობა აქვს უკვე. ეს უნდა მოძღვარმა გაითვალისწინოს. არ შეიძლება კალკირება პირდაპირ ჯულის კანონეს, რომ აი ჯულის კანონში წერია 15 წელი უზიარებთ. 15 წელი ადამიანს დაჟის ეკლესიაში ვეღარ მოვა ფაქტიურად წარმოიდგინეთ, ხო? ამიტომ ეს რადიკალობაა და არ შეიძლება. გასაგებია ახსარებაზე, ხო? ანუ მაწუხებს სიმშვიდე მაქვს და სიკვდილი მირჩევნია იგივე ჩადენას. ეს იყო ბიბლიაზე იყო ლაპარაკი, უღირსად ზიარება. ეს ძალიან საინტერესოა, ხო? ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს ხშირად რომ უღირსად ვეზიარე და ვაიმე რა მეშველება, უღირსად ეზიარა იუდა შემოძვირფასებო. ეს რას ნიშნავს უღირსად ზიარება? როცა გარკვეულ ცოდვაში ხარ, ზიარება გინდა და მალავ და არ ეუბნები. ბევრმა მითხრა რომ მე რომ წლები გავიდა რომ მამა ვერ გითხარი ზიარება მინდოდაო და ისოდო ვერ გითხარი და ამდოს ეს საშინელებაა ხალხო. როცა რაღაცა დიდი ცოდვა გაწუხებს, იმას მალავ, იმიტომ რომ ზიარება გინდა და მე ვეტყვიო იძახი. ეს საშინელი ცოდვაა შემოძვირფასებო. ჯობია არ ეზიარო, ვიდრე ეზიარო უღირსად. ეს გააკეთა იუდამ. იუდა იყო ფაქტობრივად გაყიდული ყავდა უკვე მაცხოვარი და ქრისტემ თან მიანიშნა პირდაპირ ხო რომ ვინც ახლა ჩააწოვსო ლუკმასო ჩემს სამში იმან ის არის გამყიდველიო ხო ფაქტობრივად ყველაფერი გააკეთა ქრისტემ არ გაუძევებია თავისთან ყავდა საიდუმლო სერობას ესწრება იუდა და მაინც დამალა და ეზიარა და გავიდა რომ რას იფიქრება ახლა უარ ვეზიარო რა სიტყვიან ჩემზე ხო ეზიარა და შევიდაო მასში ეშმაკი ეს სიტყვები არ არის საინტერესო ნახეთ ეზიარა და შევიდა მასში ეშმაკი ზიარების მერე შევიდა მანამდეც იყო რა თქმა უნდა უფრო ახლოს იყო მაგრამ უღირსად როგორც კი ეზია და დამალა ღმერთს დაუმალა ღმერთმა ყველაფერი იცის რას უმალავ შვილო მოძღვარმა შეიძლება არ იცის მაგრამ ღმერთმა ხო ყველაფერი იცის ვის უმალავ ჩვენ ახსარებას ღდელს კი არ ვეუბნებით უფლის წინაშე ვამოვ და ღდელი არის ადვოკატი რომელიც გეხმარება და ღმერთს ეუბნება რომ ესე ისე შეუნდე როგორც პეტრეს როგორც მეძავს და ასე შემდეგ გასაგებია ხო უღირსად ზიარება ის კი არ არის ლოცვები რომ ვერ წაიკითხე ბოლომდე ან ღამის პირველის ნახევარზე რომ წყალი დალიე აი ესეთი ისტერიკაში ვარდება ზოგი ამაში რომ აი პირველის ნახევარზე წყალი დავლე და არ ვეზიარო ხო და ამ დროს ჭამს დედამთილის ამ დროს ჭამს ქმარს და არის საშინელი ცოდვებში და ის აწუხებს რომ პირველის ნახევარზე წყალი დალია და ის არ აწუხებს რომ ვერ გამოსწორდა საბოლოოდ და ისევ ჭორიკანა და ისევ განკითხვაში რო არის გასაგებია ხო ესე იგი აი ძალიან გთხოვთ რომ ჯობია არ ეზიაროთ ვიდრე თუ არ გახსოვს ეს გასაგებია მაგრამ თუ მოძღვარს არ ეუბნები რაღაცას იმიტომ რომ ეხლა შობა და აღდგომა და ზიარება გინდა ეს არის იუდას მდგომარეობა პირდაპირ საშინელი მდგომარეობა ეს პირდაპირ ნიშნავს რომ უღირსად ეზიარები და უფრო უარგისი იქნები ვიდრე მანამდე იყო იმიტომ რომ მე კიდე აღარ იტყვი მე კიდე გადადებ და თან რატო არ ეზია რატო არ ეუბნები იცი რომ რა სიტყვის ჩემზე მე ხა მამაოს როგორ უყვარვარ ამდენი ხანია მამაოსთან ვარ და ეხლა მან რო გაიგოს რომ მე ეს ჩავიდინე აუ რა სიტყვის ჩემზე ეგეც ამპარტავნებაა ხო ეხლა ექიმს რო დაუმალო რომ იმიტომ გაწუხებს კუჭი რომ ღამე ჭამ ხშირად და რო არ ეუბნები რომ ღამე ჭამ ხშირად და იმიტომ გაჭუხებს კუჭი აი ეს არის მე მეტად კი არაფერი იმიტომ რომ ამპარტავანი ხარ და ჩემზე რა სიტყვის მე მამაო რომ მე
კარგი ადამიანი მგონი ვარ და თურმე როგორი ვარ. კიდევ ვიმეორებ რომ მოძღვარიც ადამიანია და მისთვის არანაირი ცოდვა არ არის ახალი. და ღმერთმა კიდევ ყველაფერი იცის. და თქვენ იმიტომ არის დაბრძანებული სახარება და ჯვარი, რომ ჯვარცმული მაცხოვრის წინაშე ამბობ შენ სახარებიდან გამომდინარე შენ აღსარებას და აი ეს დაიმახსოვრეთ კარგად. და არ არის უყირთა ზიარება ის, რომ რაღაც დაგავიწყდა, წყალი დალიე, წამალი დალიე, მოკლედ დაგაგვიან და წირვაზე, სახარებას ვერ მოუსწარი, სანთელი ვერ აანთე და უღირსად ვეზიარე. არა, ჩემო ძვირფასებო და ლოცვები ვერ წავიკითხე თავიდან ბოლომდე, იმიტომ რომ ფეხბურთი ან თეატრი იყო, ან რაღაც მოკლედ რაღაც საყურებელი იყო. ესა დროში ხო როგორ ავართ. ასევე დამჭა, რამდენი დამჭა? 5-მდე გვა, გასაგებია. მაგიური ღვთისმსახურება. ძალიან ბევრმა არ იცის რა ხდება წირვა ლოცვაზე. სამწუხაროდ, გუდელი გამოვიდა, შევიდა და ხურა კარები გააღო. ხასიათზე ვერ არის თქო, ატო ხურავს კარებს, ატო აღებს ესე მალმალე რა ხდება. მამა გაბრიელი ამბობდა რომ თქვენ რომ იცოდეთ რამხელა მადლიაო წირვა ლოცვაზეო, მტვერს ახვეტავდეთ და იმას იამბორებოდეთო. ძალიან გთხოვთ, დღეს ჩვენ პირობებში უამრავი ბროშურაა გამოცული, რათა წერია განმარტება მწუხრის, განმარტება ცისკრის, განმარტება წირვა ლოცვის. აიღეთ ხალხო ამ დღეს ხელში დაიჭირეთ და ერთ-ორჯილო გადაავლებ თვალს, უკვე გეცოდინება რას აკეთებ წირვაზე. მითხარით აი ბოლომდე იცით რა ხდება მწუხრზე, ცისკარზე, წირვაზე, რომ მწუხრზე რომ სამყაროს შექმნის სიმბოლოა, რომ გამოდის მოძღვარი და შემოუვარა აკმია, ეს სამყაროს შექმნის სიმბოლოა. მერე კარები დაიხურა, ანუ დაეცა ადამი. ცისკარზე შუქები ინთება, თანთლები ინთება, სახარება ქრისტე მოვიდა. მერე ჯვარცმა აღდგომა და ამაღლება. ეს მთელი კაცობრიობის ისტორია არის გადმოცემული წუხრთ ცისკარში და წირვა ლოცვაზე. რა საინტერესოა რა, კარგი თა რომ გესმის ამ დროს რა გააკეთა. მათ გამოვიდა მოძღვარი, ბარძიმი და ფეშხი მიუჭირავ, მოიხსენიან, გოლგოთაზე სვლა არის ამ დროს ხო? და ბოლოს უკვე ქადაგება მთაზე. გამოვიდა მოძღვარი ამბიონზე, აი წარმოვიდგინე რომ ქრისტე რო ქადაგებდა მთაზე. მაშინ კი ნუ გარბი ხარ, დაჯექი და მოусმინე, ვისი ხსენება იყო. აი ტროპარ კონდაკი რა წაიკითხა. მე დავითნე რას კითხულობდა ამ დროს შენ არ გესმოდა ის და ბევრი მე დავითნე ისე მიაყრის ხოლმე ტყიან ფქვევით რომ არაფერი არ გესმის ხო და მაგია ხალხო მაგია იცით რა არის აი მაგია არის აბრაკადაბრა რა ვთქვი ახლა არაფერი ხო აი ეს არის მაგია რა როცა არ გესმის და გაუგებრად ლოცულობენ ეს არის მაგია ხო ვილოცე და რა ილოცე კაცო შენ არ გესმის და ვის აგებინებ პავლე მოციქული ამბობს რომ ჯობია თქვა 5 სიტყვა და გონივრულად და წყნარად და გასაგებად ვიდრე 5000 რაღაც გაუგებრად ხო არავის არ დაუდგენია რომ აი ეს უნდა იყოს ლოცვები და იმდენი და ამდენი მოკლედ წავიკითხე არ არის სწორი თუ წაიკითხე გულით კარგად წაიკითხია შეიძლება წაიკითხო ბევრი არ გამოტოვო არაფერი მაგრამ აბა დააკვირდით როცა ბევრს კითხულობთ ხოლმე ხშირად და უაზროთ რომ დაამთავრე ნერვები აშლიგა პირიქით ამ დროს ხო და უფრო ჩხუბობდა კამათობდა რა ვიცი ეჩხუბებდი რაღაცა გამორთე ტელევიზორი ესქენი ისქენი და ასე შემდეგ მას ხო არის ასამოს შედი შენი გულის კარებში შენ ოთახში შედი და ილოცე არ არის საჭირო მრავლის მეტყველება ვერ ვასწრებთ ლოცვებს ხო ესეც იციან ხოლმე ხანდახან ნუ თქვენ აზრ თქვენზე არ მაქვს ლაპარაკი მე ლაპარაკობ თქვენიცის მე თქვენ ყველაფერს კარგად აკეთებთ რამდენი წუთი უნდა დილის ლოცვებს აი ყველაზე კითხვა თუ არ იცი 15 წუთი ხო ყველაზე მაქსიმუმი ამ დროს ტუალეტი, კუხნა, პარფიუმერია, კოსმეტიკა, ნუ ყველაფერი გარდა ლოცვების ხო? კაი, ნუ წაიკითხავ. რამდენი ხანი უნდა ლოცვას უფალო იესო ძეუხთისაო შემიწყალე მეწოდული? 5-6 წამი. ამისი დრო არ აქვს? რო თქვა, აპატია ტუალეტი რომ მოგინდეს არ შეხვალ ტუალეტში, შეხვალ კი არა 1.5 საათი დარჩები იქ. არ გინდება ლოცვა და იმიტომ არ ლოცულობ, გესმის? და ვიძახით აღსარებაში ლოცვები მავიწყდება, არ ლოცულობ და ასე შემდეგ. ანუ ტუალეტში შედიხარ, იმიტომ რომ გინდა და ვერ ითმენ. და აი ესე უნდა გინდოს, ძალიან ცუდი შედარებაა, მაგრამ ჩემი შედარება არა, ეს მამების შედარებაა, რომ აი როცა გინდა უფალთან ურთიერთობა, ვერაფერი ვერ შეგაჩერებს. და კაი, ნუ წაიკითხავ თლიანად, თქვი, მამაო ჩვენო, წამსი თქვი და ის მაკარი დის ოცო რომ მერთო მილხინე ცოდვილს მე ავაზაკი ვარ, მეზვერე ვარ, არაფერი კარგი არ გამიკეთებია. აი ჩემი შვილი რომ გავიდა და გაიპარა, სიგარეტი რო არ მოწიოს,
დავლოცავ, დაიფარე ღვთისმშობლო ჩემი შვილი და კი რა მიწა დაგაყარე დროზე მოდის სახში, სად დაეთრევი. რასაც ჩაასახებ, იმას ამოგზახებს მე შენი შვილი. და მე უკითხები რომ ესეთი თავხედი როგორ გავზარდე. შენ გაზარდე რომ ესმოდა შენი საუბარი, შენ დედამთილზე ასლაპარაკობდი, შენ მამამთილზე, შენ მულზე, ქმარზე და ეს ყველაფერი ბავში ჩაითესა, აღმოცენდა მე იქიდან უკვე ეკალი. და დაგიბრუნდა ეს ყველაფერი მე შენ უკან და არ შეიძლება იაკობ მოციქული ამბობს რომ ერთი წყაროდან მოდიდეს თაფლი და მოდიოდეს შხამიც. ადამიანი რომელიც ლოცულობს ის არ დაიწყევლება. ის არ შეიგინება. იმიტომ რომ მისი ბაგეები დაკავებულია ყოველთვის უფალთან ურთიერთობით და უფალთან სიახლოვით. აი ამიტომ არის. და ის რომ დავდგე და მაპატიეთ აი მივაყარო ესე ტყიან ფქვევით და რაღაცეები მოკლედ მერეთი მიაყოლე დაუჯდომელი პარაკლისი მოკლედ და გამოდიხარ და თვალები გაქვს დასესხლიანებული და დაღლილი და ნერვი გაშლილი, ხო? ესეთი ლოცვა არ ჭირდება არავის ჩემო კარგო. ძალიან მცირედია საჭირო სულიერი სიმშვიდე რომ მოიპოვო. ანუ იცოდე სტრუქტურა, დილით რა უნდა სთხოვო ღმერთს და საღამოთი რა უნდა სთხოვო. აი ინტერნეტში დევს ესეთი რუსული იგავები არის, ესე ქვია რომ ტროე ვას и ტროე нас, господи, помилуй нас. თუ ნახავთ, აი ნახეთ ძალიან საინტერესოა. მე ვისაც საშუალება მქონდა გაუგზავნე. ხო ერთ კუნძულზე ესეთი წესია რა რუსეთის ეკლესია კრიოსტინი პახო თქვია რა, ჯურის მსვლელობა დადიან და ქადაგებენ გემით და ეტყვიან ამ მოძღვარს რომ აი ამ კუნძულზეო სამი ნებადური ცხოვრობსო, რომელმაცაც დადეს აღთქმაო და არიან ბერებიო ამ და თუ შეიძლება ისე ვქო წმინდანები არიან და ეს მოძღვარი ეტყვის ამ კაპიტანს შენ ნორმალური ხარო რა წმინდანები არიან როგორ შეიძლება ადამიანი წმინდანი იყოსო და მაინც გადავა სანახავად რომ ეს ყოფილი ნებადურები ნახოს ხო და მივლენ ამ სამი ნებადურია თევს იჭერენ და ჭამენ მე საქმე არ აქვს არაფერი ლოცულობენ ეს მამა უეტყვის რომ გავიგეო რომ ამ სამი წმინდანი ყოფილა ამ კუნძულზეო და აქო ჩვენ გადა არავინ არ არის რა წმინდანები რა წმინდანებიო კაცო არაფერი წმინდანები აქ არ არიან და კაი ხა დაждდებიან და ეს მამა უეკითხება დაინტერესდა რომ როგორ ლოცულობთო და გამოიტანეს წმინდა სამების ხატ და ჩვენი ლოცვა არის ესაო რომ ვიცითო რომ ისინი სამნი არიან ჩვენ სამნი ვართო ხო და შეგვიწყალეთ ჩვენ ესე ქართულად ხო ტროე ვას и ტროე нас господи помилуй нас ეს მოძღვარით გაბრაზდება ესე არ არისო რა ეს რა არისო ეს არ არის სწორიო მამაო ჩვენო ასწავლა რაღაც ლოცვანი დაუტოვა აი ესე ამათო ჩვენ ხო კითხვა არ ვიცით და ესე დაგვაზეპირებინეთო რა კაიო დააზეპირებინა ეს მამაო ჩვენო და დაემშვიდობდნენ წამოვიდა მოძღვარი და დილით გამოიხედა თავის კაიუტიდან და ხედავს რომ ეს სამი მებადური დინარეზე მორბიან დაგვავიწყდა რომ გვასწავლე ლოცვაო და როგორ არის ეგ მამაო ჩვენო და ისე ილოცეთ როგორც ლოცულობდით არ გინდა ეს ანუ აქ გულის ეს ჩაფიქრდება ეს მოძღვარი და მე ძალიან მეცნობს სიტყვები რომ 50 წელიაო ტრაპეზთან მდგევარო თითქმის ყველა ოცები ვიცი ზეპირათო და ჩემი გულიო არ არისო სუფთაო და აი ამ ნებადურებმა ერთი ლოცვა იცოდნენ მარტო და აი ნახეო წყალზე დადიანო რა ხო მართლა წყალზე კი არ გაიარეს მაგ არის ლაპარაკი იმაზე რომ გულის სუფთა უნდა კონდეს და შენ ლოცვას ისმენს ღმერთი და თუ შენ ევედრები რომ აი ეს დააქცე და ეს დაამხედა ის უარგისია შენ ღმერთი არ გისმენს იმიტომ რომ აზრი არ აქვს ამ ლოცვას რა და ლოცვის მერეც როგორც ახსარების მერე გული უნდა კონდეს მშვიდად და შენი შვილი რომ გავიდა 5 ჯერ კი არ უნდა დაურეკრო სადახარო დამშვიდებული უნდა იყოს ღვთისმშობელი დაიცავს მას შენი ლოცვა დაიცავს მას და არა ის რომ აი ძალიან ბევრი ადამიანი ყოველ უთქვიათ ბავშვებს შეც მამაო დამღალა დედაჩემა დამღალა მამაჩემა დღეში 9 ჯერ მირეკავს ნუ არ შეიძლება იმიტომ ის ურწმუნოა ის ადამიანი მიდი ხატებთან და უთხარი იმისი ფარველი წმინდანი შეაწუხე და უთხარი რომ გიორგი ხარ ნინო ხარ თუ ვინც ხარ ჩემი შვილი დაიცავი უფალო ამას რწმენა ჭირდება ამას ჭირდება ლოცვა და ამას ჭირდება სწორი მიდგომა. ასევე სახლის კურთხევაზეც მინდა გავამახვილო ყურადღება, ჩვენში ეხლა სასია სამწუხარო რომ სახლის კურთხევა გვინდა, იმიტომ რომ ბარაკა შემოვიდეს, ზოგს ნალია გამოყრული სახზე, ზოგს ბარაკის ცოცხები შემოვიდა. ინოვაცია აქ არ შემოსულა? აი მე ვნახე თბილისში ვაგზალზე ბარაკის ცოცხი და გავიარე და რა ღირს მეთქი და შენ ისე მოგცემთო, თავიდან მოეშვერებინა. არა მეთქი, არ მინდა ჩუქება მეთქი და რა არის მეთქი ეს და ესე იგი არის ესეთი რაღაც რგვალი იქ არის მოკლედ რა ვიცი სიმინდები, ხორბლები, რაღაც ყვავილები, რომ ამას რო გააკრავ კარებზე, აშენებულა საქართველოს ხო რა კარგია, რა ბედნიერება. ყველა მეთქე, ხა თქვენ დაფიქრით მეთქე, წარმოვიდგინეთ ახლა. 2 ლარი ხო რათან რა პრობლემაა რა. ეს რო ყველა მეხლა იყიდოს და წაიღოს სახში ხო?
გაიხარე მუშაო წამებული რა კარგად იქნება ყველაფერი რა თქვი რატო იტყუებით ტყუდება ხალხი და რა ქნან ახლა ხო ასეა არის პოპულარული ხატი ბარაქის ხატი ქვია ეს ოპტინაში რო კითხე მამებს მოკვნეს იცილეთ იქ სხვა რამე ქვია ამ ხატს საქართველოში დაარქვეს ამას ბარაქის ხატი რა ბარაქის ხატი კაცო რის ბარაქის ხატი რა სისულელია ეს ამეხსენით რა ყანები როა და ეს არის რო ღმერთი აკურთხებს ჩვენს მოსავალს და ჩვენს ასე თქვა ნაშრომს ბარაქის ხატი რა სისულელია რო ის ოპტინის მონასტერში ჩემი თვალით ვნახე ის ხატი რო იქ ეს მეთქი ბარაქის ხატია მეთქი ერთმანეთს შეხედეთ რა ბარაქის ხატი რის ბარაქი ეს არისო რო ღმერთი რო აი შენ რო შრომობ რო ღმერთმა გიკურთხოს ყანა ვენახი და იქ თავთავებია მარტო და თქვა მე თუ ყანა არა მაქვს არა კურთხეს მეთქი ჩემ შემოსავალს მაშინ დახატო კიტრი პომიდორი ხო თაფლი და ყველაფერი ეგ რა სისულელია ხალხო ვოთ ის არის რომ ღვთისმშობელი ფარველობს შენ შემოსავალს რადგან რუსეთში ყანები უფრო მეტია იქ ყანებია გამოსახული შეიძლება ვიღაცამ აქ კარტოფილი გამოსახოს და ასე შემდეგ რა აქ არის ლაპარაკი იმაზე რომ შენ ევედრები ღმერთს და აი იქ არის გამოსახული შენ ნუგეში ეს ისტორია აქვს თავისი ყველა ხაზს აი თუ თქვა ადამიანი ლოთობაში ჩავარდება უნდა ევედროს მაინც და მაინც შეусმელ ბარძიმს არ შეიძლება რომ ბოდბის ღვთისმშობელს ევედროს და ესეთ სისულელეები რა ღვთისმშობელი ერთია ჩემო ძირფასებო და ჩვენი სწორი მიდგომა არის მასთან მთავარი ეს ამას კურნავს ის იმას კურნავს ეს რაღაც წარმართობას აგავს უფრო ეს წარმართობაში იყო ესეთი რაღაც რომ აი თუ ნარკომანი ხარ ამას დილოცე თუ კბილი აქ ტკივდა ამ წმინდანს უნდა ევედრო აი წარმოიდგინეთ ხა შეიძლება კბილის წმინდანი იყოს აი რა ვიცი ყურების ცხვირის თქვენ გეცინებათ მაგრამ არის ესეთი რაღაც რომ კბილი თუ აქ ტკივდება წადი სტომატოლოგთან შემოკარგო თუ ესეთი წმენა გაქვს როგორ ეს ლოცვა ვინ შეადგენა ეგ არის საინტერესო მაგიტომ გეუნდებით აი ისტორია გამოიკვლიეთ საიდან მოდის და ნახავთ უბრალოდ რა ღვთისმშობელი ვერ დაგიამებს კბილს მაინც და მაინც იმ წმინდას უნდა ევედრო როგორ შეიძლება ასეთი რამე კაცო ეს არის უკვე მცდარი შეხედულებები არ არის სწორი და ბოლოს მინდა არ მინდა ასეა უსიყვარულობა არა მაქვს ლაპარაკი გურჯაანზე თქვენ ყველა ერთმანეთი გიყვართ აი თბილისში უკვე ჩანს წარმოიდგინეთ რომ ჩემმა სულიერმა შვილმა ახსარება თქვა ჩემთან ნარიყალაზე ვერ მოდის გლდანიდან და მივიდა იქავე და ნუ სად თქვი ახსარება წადი და იქ ეზიარე ესეთი შემთხვევები ყოფილა ძალიან ბევრი მოდის ლილოდან და ვერ მოვიდა ჩემთან ახსარება ნათქვამი აქვს წადი და შენმა მოძღვარმა გაზიაროს და ძალიან ბევრი მოძღვარი ამბიონზე გამოდის და ქადაგებს სხვა მღვდლებზე როგორი ცუდები არიან და როგორი ცუდი ეპისკოპოსები არიან და განკითხვაშია სულ და ასე შემდეგ აი ესეთი ხება ავიღოთ 7 გზის მიხვალ და შენ ვისი მრევლი ხარ რაზე მოხოდი აქ ვერ გავიგე თელი წირვა მოძღვარი ქადაგებს რომ მოვედით და მიიღე და სჭამეთ ესეას ხორცი ჩემი სისხლი ჩემი და მიხვედი და შენ ვინ ახარ ერთი გამოგებული წადი აქედან თუ ადამიანი გეუბნება რომ სულიერი შვილი ამ ადამ მოძღვრის და კურთხევა აქვს ახსარება ჩააბარა და შენ არ აზიარებ ესეთი მოძღვარი უნდა დააყენო ღვთის მსახურებიდან ჯერ უნდა მიხვიდე ეპისკოპოსთან და ეპისკოპოსმა მას გაფრთხილება უნდა მისცეს შენ ვერ გავიგე რა სისულეს ლაპარაკობ რას ქვია შენი სულიერი შვილი არ არის რას ქვია ვერ გავიგე რა სექტაში ხარ სადმე თუ რა აუბედურება ასეთ რაღაცები ხდება თბილისში სამწუხაროდ აქ მე მგონი არ ხდება ეს არის უსიყვარულობის ნიშანი პირველ საუკუნეში ჩემო ძირფასებო ხალხი ჯვრებით კი არ დადიოდა და პანაღიებით და ანაფორებით რა ხო დადიოდა კვართით რაც ახლა მაცვია საღვთო კი არ არის ეცვა ყველას ეს შესამოსული ეს არის კვართი ყველა დადიოდა კვართებით და კვართი რო თქვენ გაიხადეთ ჩვენ ისევ დაგჩვა ზედ კვართი ისევ მე და წარმართები რო დაინახავდნენ აუ ესენი ქრისტიანები ხო არ არიან ერთმანეთი როგორ უყვართო ამით ხვდებოდნენ რომ ქრისტიანები ვინ იყვნენ ერთმანეთი უყვარდა ძალიან და არა მარტო ერთმანეთი ოჯახიდან ადამიანი რომ მოკვდებოდა კეთროვანი რო იყო არ მარხავდნენ და ეს თქვა მოიშორებდნენ ხოლმე სანაგვეზე ისროდნენ მიდიოდა ქრისტიანა მარხავდა სხვის მკვდარს წარმოიდგინეთ ანუ პირველი ნიშანი ქრისტიანობისა იყო სიყვარული ჯერ ეგეთი ერთმანეთი უყვარდათ ძალიან არა ისე ჩვენ რომ გიხარო და მე კარგად ავარ შენ როგორ ახარ და დამთავრდა ამით ყველაფერი ხო ესე არა მიყვარს ნიშნავს იმას რომ მენატრება ვერ დავინახე მივაკითხე მოვიკითხე დავეხმარე ჭირში ჭირი ვიცი ხინში ხინი ვიცი და არა მარტო ცარილის სიტყვების ბრახაბრუხი რა პანაშვიძე რო არ მიხვალ როგორ გიყვარს და მე რა უნდა იმის იმას რომ აი ვერ მოვახერხე და ვერ მოვედი ხო აი პანაშვიძე რო არ მიხვალ ქორტიში რო არ მიხვალ და დავადების დღეს რო არ მივლოცავ ხო და თან გიყვარს მე ძალიან და ამ Facebook-მა ყო საერთოდ ახლა ხო მიწერ და რაღაც დამთავრდა მიყვარხარ და გაკოცე და ესეთი რაღაცეები ხო არის ძალიან ბევრი სამწუხაროდ გეცნობათ აქ სიტყვები ხო ეთი ის იყო
ჯვარი აკარვას კუბო ხალხია და მარტოზის კაცი და ყველა Facebook-იდან views ამძიმრა რა, იმიტომ რომ Facebook მაკაცები ყავდა სულ და ხელი არ ჩამოურთმევია არავის. ეს გველოდება ძალიან ბევრს ჩვენ დღეს, ხო? იმიტომ რომ აღარ არის მონატრება, აღარ არის გენაცვალი ან რაღაცა, ხო? იქ სულ არის ზიზღი, ბოღმა, შეესეთო, შეისეთო და ფლირტი და მაიმუნობა და ასე შემდეგ. ფლირტი არ არის სიყვარული. აი რა არის ღვთაებრივი სიყვარული, ძალიან მოკლედ გეტყვით, ეს ამის garaში ვერ დავამთავრებ. როცა ქალს და კაცს ერთმანეთი უყვარს, ეს არის ეროტიული სიყვარული. ეს არის ჩვეულებრივი სიყვარული, რაც ჩვეულებრივი უნდა ხდებოდეს, ხო? როცა კრუხს თავის წიწილა უყვარს და კატას რო ეცემა, ხო? ტურგინებს აქვთ მოთხრობა, რომ პატარა ბღარტი ჩამოვარდება ბეღურის და ბეღურად ჩამოფრინდება და ძაღლს აეფხორება წინ და არ მისცემს საშუალებას, რომ თავისი ბარტყი შეჭამოს. ცეცხლმოდებულ სახლში რო დედა შევარდება და შვილს გამოიყვანს, ეს გასაკვირი არა, ეს ბუნებრივი სიყვარული, აბა რა უნდა გააკეთოს. და არაბუნებრივი სიყვარული იცი რა არის? როცა მეზობლის ბავშვი ისე გიყვარს, როგორც საკუთარი შვილი. როცა სხვა ეროვნებაც ისე გიყვარს, როგორც შენი თავი. როცა იუდაც ისე გიყვარს, როგორც პავლე მოციქული, როგორც კვაზიმოდო გიყვარს, ისე როგორც თქვა თამარ მეფე. აი ეს არის ჭეშმარიტი სიყვარული. რაც დღეს არ არის ფაქტურად, ხო? თელავს გურჯაანი ეზიზღება, გურჯაანს თელავი, ვაკეს საბურთალო, საბურთალოს ვაკე, ზესტაფონს ქუთაისი, ჩხოროწყუს, რა ვიცი, კიდე ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და თქვენ გეცინდებათ, მაგრამ ესია. თან ამ დროს რო კითხო მართლმადიდებლები არიან, ყოველკვირა ეზიარებიან და ვის აქვს ახლა მითხარით ღვთაებრივი სიყვარული. მითხარით თუ ვინმეს გაქვთ, კი ბატონო, როცა შენი მოძღვარი ისე გიყვარს, როგორც სხვა მოძღვარი. აი მე ვიგძენი, ახლა მასინათ ლოცვიდან მოვდივარ და დიღმიდან მოდიან, აი ეტყობათ ქალბატონები, შუა ასაკის ქალბატონები, რომ მოდიან ჩემთან, რომ ტაძარი მოილოცონ. გავჩერდი, მოვიკითხე, დავლოცე, მეთქი ვინ არის თქვენი მოძღვარი? მამა დავითი, მეთქი მომიკითხეთ დიდი სიყვარულით. და იმათაც გაუხარდათ, მეც გამიხარდა, ხო? როცა მე რა ვიცი ვინ არის, ახლა კურთხევა ავიღო, არა ის ახლა მეტი საქმე არ მაქვს და ბორჯომში ვიყავი კონფერენციაზე, გავედი, თოვლი მიყვარს ძალიან და ყოველ 10 წუთში მაჩერებდნენ, მამაო დაგლოცე, სულ არ იციან ვინა ვარ მე, მაგრამ დამლოცე. ანუ თავისი მოძღვარი უყვარს იმას, ხო? და ძალიან ბევრი ადამიანი ჩაგივლის ქუჩაში და არ მოგხედავს, გამარჯვებას არ გეტყვის. ჩემი თვალით რაც გითხარით, ხოლმე მე მოვდივარ წირვაზე ელიადან ვეშვები და ამოდის ხალხი წირვაზე მიდის, ზედ არ მიყურებს. რაღაცა გამიღიმე მაინც არია კაცო, რა უბედურებაა, ხო? თუ ასე თუ ისე თან თბილისში მცნობენ, შეიძლება ვარ ტელევიზიაში და გინდა თუ არა მაინც მცნობენ, მაგრამ თქვათ არ იცნობ, რა მნიშვნელობა აქვს, ხო? მოძღვარი მოდის ხალხო. არ გიხარია რომ მოძღვარი მოდის? ხო უნდა გიხაურდეს არა? ხო განვიკითხავთ ჯიპები დადიან და რაღაც, ხო? სპეციალურად დავდივარ შეიძლება ფეხით. ხო ერთის ვაპატეთ კარი როგორ ქართულად სტაიანჩიკი როგორ არის? ნუ თქვი სტაიანჩიკი რო გასაგები რო იყოს, ხო? ლა სიონის წინ დგას ორი სტაიანჩიკი და საპატრიარქოდან არიყრაზე ავდივარ ხოლმე ფეხით შეიძლება, რა. იმათ რა იცის რომ მე მანქანაკით გაჭერებული მყავს და ერთი ეუბნება მეურს, ეს იცი რა მაგარი მოძღვარია, სულ ფეხით დადისო. ფეხით სიარული კი არ არის მაგარი მოძღვრობა ხალხურად. ისეთი მოძღვარი, ისეთი მანქანა უნდა ყავს, რაც ჭირდება, ხო? ზოგს ჯიპი ჭირდება და ჯიპი არ საჭირო, ზოგს მინივენი, ეს ბევრი ბავშვები ყავს და თუ მანქანა არ ამჭირდება, სულ არ ვივლი მანქანით, ხო? ესე იგი თუ იმას ჯიპი ყავს, უდი მოძღვარია, თუ ფეხით ეს კარგი მოძღვარია. ასისულელია ხალხი. კიდევ ვიმეორებ, ვინ როგორ ცხოვრობს, ისეთი მოძღვარია. რითი ცხოვრობს, როგორ ცხოვრობს, როგორ ლოცულობს, როგორ ქადაგებს, როგორ ასწავლის. ეგ არის მთავარი და არა ის რომ ფეხით დადის. აუ ჩემი მოძღვარი არის პატიოსანი, გამოხეული შარვალი აცვია და დაკერებული ტუფლები, ის პატიოსანია რა ხან გაკერებული აცვია. არ არის სწორი ეს ჩემო კარგო. ესეთი მიდგომა რომ ის ახან ძვირფასი მანქანა ყავს, ცუდია, ვიღაცას მანქანა არ ყავს და ის კარგია. ადაც ჩემ თავზე მაქვს ყველაფერი გამოცდილი და ძალიან ცუდია. ანუ უსიყვარულობა გვჭირს ძალიან და ეს თანდათანობით და ეს არის პირველი ნიშანი აპოსტასიის. აპოსტასია არის წინა პერიოდი აპოკალიფსის. ანუ განხმება სიყვარული მრავალთავ. ვინც ერთ სივჭიქა წყალს დაგალევინებთო, მან უკეო, ასე თქვათ, დაინკვიდრა სასუფეველი ცათავ. ანუ ისე გადაგვარდებიან ხალხი, რომ მოძღვარს კი არა, აი თქვენ რო სთხოვო და გული რომ მიგდიოდეს, წყალს არ დაგალევინ. რა ვიცი ვინ არისო და აი გარკვეული ტელევიზიები იღებენ ხოლმე სკეჩებს. ახალგაზრდა ბიჭი მიდის ფურნაში და პური გამოაქვს და მომიტეხე რა პური და რა პური უნდა მოგიტეხო და გაივლიან წარმოიდგინე. გოგოს აყენებენ შეურაცხყოფას, არავინ არ ეხმარება. პატარა ბავშვს ურტყავენ, ზედ არ უყურებს არავინ. მაინც და მაინც შენი შვილი უნდა იყოს, რომ ხმა მოიღო და დედა შენი უნდა იყოს, რომ შეურაცხყოფა და მაშინა მოიღო ხმა. ეს ყველაფერი უკვე ფაქტი სახეზეა. რა თქმა უნდა ეს გურჯაანს არ ეხება. ეს ყველაფერი თბილისში ხდება. აქედან ჩემო ძვირფასებო, მე მინდა რომ ჩვენი საუბარი დავამთავრო იმით, რომ თვითდაჯერებულები არ უნდა ვიყოთ
კარგად უნდა ვილოცოთ, მამები წავიკითხოთ, სიყვარული გქონდეს, გავიგოთ რა ხდება წირვა ლოცვაზე და გულწრფელი აღსარება ვთქვათ და მივიღოთ ღირსეული ზიარება. ასე მოხდება ჩვენი ცხონება, ასე გაბწყინდება საქართველო და ასე ვიქნებით ბედნიერები და გახარებულები და ასე მოგბაძავენ მერე სხვა ერები, ვინც ასე არ ცხოვრობენ, მაგრამ ჩვენ ძალიან შორსა ვართ ჯერ ამ მდგომარეობიდან და იმიტომ არის რომ უფრო და უფრო უარესდება ჩვენი ცხოვრება. ჩვენ პოლიტიკოსები ვერ გვიშველიან, ჩვენ ეკლესიამ უნდა გვიშველოს, ჩვენ უნდა გვიშველოს პატრიარქმა, ეპისკოპოსებმა, მამებმა და ჩვენმა თავმა. ვინც ვაღიარებთ, რომ ცოდულები ვართ, მას ჭირდება მესია. ვინც ფიქრობს, რომ კარგად არის და გაბწყინებულია უკვე, იმას არ ჭირდება მესია და იმას არ ჭირდება ცხონება. შეკითხვები ახლა? მეჯიში ამაღლება რომ შედალოთ ჯვარი და ეხა დიახ, მახსოვს. ეს სამერთად გაშწავლე. ალავერში შევწირე ჩემი ანტავა. სულ თოთათოთე და ბუტო ასოციაციას შევწირე სამერთად და სიოში პროგრამები. მე მიხარია რომ გურჯანელი გეთიაშვილი, გიორგი ქვედა. უკაცრავად დეკანოზი მამა გიორგი ეთეს. გურჯანელები ხარ თქვენი შედა. ჩამოდით ერთ ჩვენს აქიკავი. ეს კაცი მოგზავნილი ხო არ არის? ვიყავი, მეც ვიყავი კაცოდას. უფრო კარგი მოძღვრები გამოგიგზავნეთ, მეტი რა გავაკეთეთ ხოლმე. მე რო ვერ შეგაგნებიათ გამოგზავნეთ სხვა მოძღვრები მე. რა გამეკეთებინე. უკეთესები გამოგზავნეთ. მე მგონია უცობით მოსწრება. იმიტომ რომ იმას რომ არ მიიღებს ეკლესიაში და რომ შენ ჩემი არ ახარო და რომ ვერ შეხვდები. მე ჩემ თავზე თქვი ხო გითხარით, კი? იქ რომ მივა, იქ რა პასუხს გაგცემ შენ ჩემი არ მიიღო. უცობით ის საკმარისი. დიახ. ეს გვეხება ჩვენ პირველ რიგში, ამიტომ დავიწყე ყდულებიდან, ხო? აი მაგალითად, როცა სახეზე ადამიანს ვერ ვცნობ და უნდა ვაზიარო და მეუბნება რომ ვეკითხები ვისი სულია შვილი ხარ, მომიკითხე შენი მოძღვარი და უფრო მეტად ვეფერები მეზობლის ბავშვს ვიდრე საკუთარს. მართლა ასე ვაკეთებ და იმათ ის გახარებული მიდის მე რომ მის მოძღვარი შეიძლება სულ არ ვიცნობ, მაგრამ რო ეთქვის რომ მამა გიორგი მოიკითხო, ისიც გახარებული დარჩება და რო გავაგდო, უკვე ჩვენ შორის ხო ჩამოვარდება მტრობა, უდლებს შორის. აქედან ეწყება ხალხო ეს ყველაფერი მე ერთი ეკლესიიდან გაღვივებული მე ის გარკვეული ბოროტება უკვე ის ჩემზე იტყვის სულს, ის მე ჩემს სულებს გამოვაგდებს და ასე გამოგდებულები ვიქნით ერთმანეთისგან, ხო? ისე მიხარია ხომ ვიღაცა რამეთოს გურჯაანიდან ვარ, თელავიდან ვარ, ან ოზურგეთიდან ვარ. ზოგი ისე უყურებს რომ პროვინციელი ჩამოვიდა ხლა ვიღაცა და წადი რა შენ სოფელში ეზიარე, შენ რაიონში ეზიარე, შენმა მოძღვარმა გაზიაროს. ეს ძალიან ოთარ ხო გეცნობათ სიტყვები არა? დამწუხაროა. ის უკვე არის შორსა, ის ღუდელი აღარ არის. ის არის ჩინოვნიკი უბრალოდ და თავისი ყავა. იმას თავის შვილებიც არ უყვარს. შენი რო გიყვარდეს, სხვისი შვილებიც გეყარებოდა ნამდვილად. რა ვინ დაგადგინა, ვინ რას ეუბნება პეტრეს ქრისტე, რომ დამწყემსხე ცხოვარნი ჩემნიო. შენი კი არ არის ეგენიო კაცო. ჩემი ცხრები დამწყემსეო. გიყვა არმია პეტრე სამჯერ უთხრე, ხო? ხო და დამწყემსე ცხოვარნი ჩემნი. ვერ მოძღვარს ეჯერება, რომ ის თავისია. რა თავისია? მისი არც ხორციელი შვილები არ არიან მისი. ისინიც არ უჯერებენ საერთოდ. რაზეა ლაპარაკი? ეს ვითომ არაფერი, მაგრამ აქედან იწყება ხალხო რა. კიდევ გეუბნეთო, თუ შენ არ გიყვარს, მტრის სიყვარულზე აღარ არის ლაპარაკი რა. ელემენტარული სიყვარული აღარ არის. გეუბნეთო, მტერი გიყვარდესო, ხო? რა ვიცი, მე მგონი ახალი არაფერი არ მეთქვია და ეს ყველაფერი არის, ბევრი ვიფიქრე რა წამეკითხა, ამაზე მე ქადაგება მქონდა ნარიყალაზე და ეს არის ძალიან აქტუალური ახლა, რა ვიცი, რომ მე მიქადაგა ID პასპორტებზე, ID ბარათებზე, უფრო ის იქნებოდა, ხო, ახლა რა ვიცი. მე მგონი შეგვეხო ჩვენ ეს რაც თქვით, ეს მეც მეხება, ყველას გვეხება და იმედი მაქვს, რომ გავითვალისწინებთ ამ ჩემ რჩევას და ჩემი არა ეს ეკლესიის რჩევა და მამების რჩევა არის. დიდი მადლობა რომ მოხვედით და ძალიან გამიხარდა რომ დაგინახეთ, ძალიან მიყვარხართ და როცა თქვენ თბილისში მოხვდებით, გელოდებით ნარიყალას მედანიკოლის ეკლესიაში.